სცენის რაინდი 131 წელი დიდი აკაკი ხურავას დაბადებიდან. ასაკი და ვერცხლისფერი ცუნამი რუბრიკაში ჩემი ასაკი. 30 აპრილი ჯაზის მსოფლიო დღეა. თბილისის ჯაზ ფესტივალი ხვალ 29-нд გაიხსნება. ბზიკები ევროვიზიის რიგით 70-ე სიმღერის კონკურსზე ხვალ გაემგზავრებიან. ერისიონის ახალი მისამართი. პირდაპირი ჩართვა გახსნის ცერემონიიდან. მშვიდობისა, მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იწყება გადაცემა დღე პირველ არხზე. კეთი კეკელიასთან, გოგა ჩართოლანთან ერთად ჩვენი გადაცემა როგორც ყოველთვის დახუნძლულია საინტერესო თემებით, სტუმრებით, ასე რომ რას ვაკეთებთ გოგა, რას ვურჩევთ ჩვენს მაყურებელს? ჩვენს მაყურებელს ბუნებრივია ვურჩევთ, რომ აუცილებლად უნდა გვიყუროს, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობს ამ დროს, სადილს ამზადებს, სახლს ალაგებს, ვინც სახლშია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყურადღება მაინც პირველი არხისკენ არის მომართული, იმიტომ რომ როგორც ანონსიდან შეიტყვეთ, საინტერესო თემები გვაქვს სტუმრებთან ერთად. დღეს საკმაოდ ისეთი არა მძიმე, საკმაოდ მსუბუქი ეთერი გვექნება, სიმღერაც იქნება, ძალიან სასიამოვნო მუსიკალური ჰანგები, ვისაც ჯაზი უყვარს განსაკუთრებით მათთვის, მაგრამ პირველ ყოვლისა მინდა გავიხსენო ჩვენი ძალიან ქართული თეატრის ერთ-ერთი მონუმენტური სახე შეიძლება ასე ითქვას, აკაკი ხორავა, რომელიც ძალიან ისეთი წინააღმდეგობრივი ბიოგრაფიის მქონე ადამიანია, მან თავისი მოღვაწეობა ბუნებრივია დაიწყო საუკუნის დასაწყისში 20-იან წლებში და იყო ძირითადად რუსთაველის თეატრის მსახიობი, სანდრო ახმეტელთან მუშაობდა ის ამ უდიდეს რეჟისორთან, ისე როგორც მარჯანიშვილის პერიოდშიც, ასევე რუსთაველის თეატრში იყო. შემდგომ სერიოზული წლები დადგა 35-37 წელი, რასაც მოყვა, რა თქმა უნდა, ახმეტელის სამწუხაროდ რეპრესია და არა მარტო მისი ძალიან ბევრი მსახიობის ახმეტელთან ერთად და ეს გარკვეული რთული პერიოდი იყო ეს აკაკი ხორავასთვისაც და რა თქმა უნდა ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ პერიოდს განიცდიდა. სწორედ იმ წლებს, როდესაც გარკვეული შეიძლება შეცდომები, გადაცდომები დაუშვა მანაც თავისი ახალგაზრდობისგან ან პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში ამას ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა, მაგრამ ის რომ ის ნამდვილად მონუმენტური ფიგურა იყო, რომელმაც გარკვეული მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული თეატრის სამსახიობო სკოლის ფორმირებაში, სამსახიობო სკოლაში, ის იყო რომანტიკული თეატრის მსახიობი, თვითონაც ესეთი ბუნების მსახიობი იყო და ძალიან რთული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი ამავე დროს, მაგრამ პლუს ძალიან ბევრი თაობის აღზრდელი, იმიტომ რომ მისი რექტორობით ალბათ საუკეთესო თაობამ დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, როგორც რეჟისორებმა, ასევე მსახიობებმა და ვინც კი პერიოდში სწავლობდა ხორავას პერიოდში, ყველა იგონებს ძალიან დიდი მადლიერებით მას, თუმცა ასევე ამბობენ, რომ ის იყო საკმაოდ მკაცრი ადამიანი. ყოველთვის იერი ასეთი ქონდა, ალბათ ცხოვრების წესიც და მე არ მინახავს, რა თქმა უნდა, ის სცენაზე, მხოლოდ კინოფილმებით შემიძლია ვიმსჯელო. კინოფილმები ძალიან რთულია, ალბათ იმის დაჯერება, რომ რასაც როგორც იწერება მასზე, როგორც მსახიობზე, იმიტომ რომ მაინც ვფიქრობ, რომ ის იმ პერიოდის კინო და მის მიერ შესრულებული როლები ალბათ არ არის საუკეთესო სამსახიობო, ვთქვათ, შესრულება იმ პერიოდის ქართულ მსახიობთა შორის, მაგრამ მან მაინც თავისი კვალი დააჩნია ქართულ კინოსაც და არა მხოლოდ ქართულ კინოს. და ვფიქრობ, რომ მისი გახსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მით უფრო ჩვენ არქივშიც არის დაცული ბევრი მასალა, რომელიც აკაკი ხორავას ცხოვრებას და შემოქმედებას ეხება, მათ შორის დოკუმენტური ფილმიც და სალომე ნიკოლაიშვილმა მოაგროვა ეს მასალა, მოაგროვა ცნობები აკაკი ხორავაზე და დღეს სწორედ მისი სიუჟეტით გავიხსენებთ ამ ძალიან დიდ მსახიობს. აკაკი ხორავა ძალიან ძნელია ასე ლაპარაკი ხორავაზე. ძნელია ლაპარაკი ისეთ მსახიობზე, რომელიც რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე იყო მფლობელი რამოდენიმე თაობის, მაყურებლის აზროვნების, გრძნობის. თუ ქართულ თეატრს ჰქონდა
ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი აღიარება, პოპულარობა ჩვენ საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წილი მიუძღვნის აკაკი ხორავას შემოქმედებას. ოსმალი ვინმე თავს დიდებული სიამაყით გულზე მოსული ვენეციელთა ჩემ დაერთა მე თავად ვიყავი მოწმე, რა დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსახიობი. მახსოვს გერმანიაში ვიღებდით სურათს. ერთმა დიდმა მსახიობმა იქაურმა მითხრა, რომ რა საინტერესოა, როგორ მინდა ვნახო ის ზღაპრული გმირი, რომელიც ყავს საქართველოს სცენას. ასეთი ხორავა. ამიხსენით, ამიწერეთ როგორია ის. ჩეხოსლოვაკიაში რო ვიყავი, იქ მკითხავდნენ ხოლმე, რა მსახიობია ხორავა, რა სიმაღლის არის, რა ტანის აქვს. ამბობენ, ხმა აქვს საოცარი. და საქართველოში საერთოდ რაღაც ხორავას ეპოქა იყო ქართულ თეატრში. ამის უარყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ივან არც აღთის ხრომაც არც ხალხის რისხვას არ მოუწია კაცისათვის ასეთი ტანჯვა, როგორც ამჟამად ჩემს სულში სუფევს. დიდი მიდნიერებაა, რომ შენ ესე გადმოცემით კი არ იცი ასეთ მსახიობს, ესე თუ როგორი იყო ის მსახიობი, როგორი პიროვნება იყო, არამედ თვითონ მოგიხდა მასთან ერთად ცხოვრება. მე 47 წელში მოვედი თეატრალურ ინსტიტუტში და აკაკი ხორავა იყო მაშინ ჩვენი რექტორი. ძალიან მკაცრი იყო, ძალიან მომთხოვნი და ძალიან მეშინა და ყველას გვიშიდა და არ იყო ადამიანი, რომ არ შეინებოდა აკაკი ხორავას, მაგრამ რაღაც ამ შისთან ერთად დიდი სიყვარული და პატივისცემა იყო ადამიანისათვის. რაღაც დავაშევეთ მე და გურამ საღარაძე მახსოვს რითმიკის გაკვეთილზე და უცბად არ დავინახეთ არ მოდის აკაკი ხორავა. აი შემოვიდა что такое და ასე და ასე ვონის ინსტიტუტი და გათავდა გაწაվել პირველ კურსზე ვარ დაწაվել ვონის ინსტიტუტი რაღა ვქნათ გავდივარ რუსთაველზე ვარ თეატრალური ინსტიტუტში რა გვეშველება რა უცბად ზემოდან გვესმის ორი დღის შემდეგ ჭიკვაძე საღარაძე რას აკეთებ მანდ რას ვაკეთებ მანდ ლექციაზე ჯგა შეხვარა ლექცია გადავჭიდე და დაგვაბრუნა ესე ვილო ივან რომ ვიყო მხოლოდ დაბლაშალე შენს წინაშე მას ღვთის წინაშე და შენს წინაშე ლოცვა ვედრებით მარხულობით კანტევებას მოიპოვე მახსოვს დიდ ხელმწიფეში მე 51 წელში რო ჩავედი ისე იგი თეატრში განაწილებული ვიყავი და დავიწყე მუშაობა და მითხრეს რომ ნოდარი ჩხეიძო ვერ არის კარგად თუ რაღაც ავათარი და შემნა შეხედე და უნდა ითამაშო მაგნუს მეფისზე და მაგნუს მეფისზე სცენა აქვს ისე პირველი სცენა იწყება ამით რომ მაგნუს დაიჭერენ ამ მეფის სულს ეს იბრძოდა ესე იგი ივანემ რისხანეს წინააღმდეგ და ამ დროს მუსიკაა ფორტეა მუსიკაში და შემოდის ივანემ რისხანე ცოტა ესეთი შუქი იყო, ჩამნელებული შუქი და შემოვიდა და აკაკი ხორავა შემოსულიყო და რაღაცა დადებ მუხლებზე დაიზახებდა, ხო ხმარო ქონა. ზებოდა. მე რეპეტიცია მაგასთან არ გამივლია, ვასაძემ მითხრა აქეთ გადახვალ და უცბავნა შესულიყავ ესე იგი საღამოს და მეხსნა სპექტაკლი და უნდა მეთამაშა ნოდარის მაგივრად. შეველი ჩაცმული ვარ რაღაც რკინებში ერთი და ეს სუთი რომ მოვიდა და მე რაღაცას ვიკაჩები და ყვირი ვარ რომ არა ესე იგი თქვენ არა გაქვთ უფლება მე დამაპატვიროთ ერთი მეორე და უზა მუსიკაა და შემოვიდა აკაკი კაცო ამ წვერში და ემაში და დადე რო შევხედე შემეში და წავიკეცი გეფიცები წავიკეცი ვეღარ გული ამიტომ და ვეღარ სიტყვა თქვენ გაიყვანეთ მომკიდეს ყველა გაპატვიეს კაც მე რომ მკითხავ პირადად მე ასეთი მსახიობის მნახველი არ ასეთი მონაცემების მსახიობი მე მგონებ რომ 100 წლეულში არ შეიძლება დაიბადოს ამა 300-400 წელიწადი და გავიდეს რომ გაჩნდეს რაღაც ასეთი საოცრება რა თქმა უნდა ოტელო და დიდი ხელმწიფე ჩემთვის მაინც ეს თანუმეორე შედევრი აი პირადად ახლოს რომ ნახავდი ბატონ აკაკის ჩაცმული რომ გამოვიდა და თავის საგრიმიეროდან და ჩაცმული რომ იყო და ჩვენი რო ხონდა გაკეთებული ეს რაღაც წარმოაი უყურები რაღაც ხანდაკება ვიღაცის მიერ რაღაც ხელოვანმა შექმნა ვერ წარმოგედგენ რომ ასე შეიძლება ასეთი მსახიობი იყოს კაცო აი ცოცხალი და შეუყურებდა კაცო რაღაც ეგონა რა ქვისგან არის გაკეთებული რაღაც დიდი ხანდაკება ეს 47 წელში ჩამოვიდა
რუსთავის თეატრი გასტროლებზე მოსკოვში. ამის დაიწყება შეუძლებელია რაც იქ ხდებოდა. რაც მოხდა ხორავას ოტელოზე შვიცარიაში, სტანისლავსკის და ნემერევის დანჩენოს თეატრის შენობაში იყო. გასტროლები ჯერ ერთი მესამე მოქმედების შუა სცენაში რო ატყდა ოვაცია და ყვირილი და ისე შეაწყვეტინეს თამაში. ისეთი ზეგავლენა მოახდინეს. და წამოდგა ხალხი და 7-8 წუთი იყო ტაში ვეღარ გააგრძელეს თამაში. რა უნდა ვასაძებ ამ ოტელო და იანგოს სცენისა და ნუ დაინგრა იქაურობა, მაგრამ ბოლოს მოხდა საოცრება. ესე იგი დამთავრდა სპექტაკლი, გამოდიან თავის დასაკრავად სახელები, მერე დატოვეს ხორავა და ვასაძე, მერე დარჩა მარტო ხორავა უკვე სცენაზე. ბოლოს ხორავა გავიდა სცენიდან, არ თავდება ტაშის გრიალი და აკაკი ხორავა წავიდა თავის საგრიმიოროში. გაიხადა ტანსაცმელი, მოიხსნა გრიმი და თავის ტანსაცმელში გამოვიდა სცენაზე და ხალხი კიდევ იდგა და როდენ და უკრადენ ტაშდა. სპექტაკლიდან რო გავიდა პუშკინის ქუჩაზე, თვითონ ისე სასტუმროს კურსი ცხოვრობდა, რა თქმა უნდა, იქ დახვდა უკვე ეს აღტაცებული ახალგაზრდობა და აიტაცეს ხელში და ხელი წაიყვანეს. სასტუმროზე ნეაცი ხეზვისი. ცნობილი ამბავია მე ახალგაზრდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ჩვენ თვალწინ. ეს ხდებოდა რომ ჩვენ მთელი ეს ქართველობა, არა მარტო თეატრალური ქართველობა, არამედ მოსკოვში მცხოვრები და სტუდენტები და ამ მცხოვრებლები ვიდექი და ფაოდით ქუჩაში, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა საოცარი სიამაყე შეგრძნება რომ შენ ეკუთვნი ამ ხალხს, ამ ერთს ეკუთვნი. არდა ოხუცო შენი ხმა როგორღაც მეცნობა აღახან ერთი საჩუქარი უნდა მოგართვა საჩუქარი უძვირ ფასესი საჩუქარი მე ფონდა ბედნიერება მასთან შევხვედრიყავი კინოხელოვნებაში მან შეასრულა გიორგი სააკაძის როლი. ჩემის აზრით ეს გაუმეორებელი როლია. აქ ჩააგსო მაგან მთელი თავისი ოსტატობა, ტემპერამენტი, მთელი თავისი სილამაზე, ქართული სილამაზე, ვაჟკაცური სილამაზე. მაგრამ, როდესაც მე შევხვდი მას უკანასკნელ მუშაობაში, რაც გინახავ, ვეღარ ნახავში, ამ ძველი ყარაჩოხელი ბოიდაღის როლში მე კარგად მახსოვდა, მე თვითონ ყარაჩოხელი ოჯახიდან ვარ და კარგად მახსოვდა ეს ხალხი, თავისებური პლასტიური ხალხი, თავისებური მოსწრებული სიტყვის ხალხი, თავისებური არაჩვეულებრივი სილამაზის ხალხი. აკაკი თითქოს გარდაიქმნა ამ როლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული კაცია, მაგრამ ისე ახალგაზრდულად შექმნა ეს როლი გიჟუასი, ეს კლასიკური როლი, რომ დღემდე ხედავ. რატომ იყო ხორავა ასეთი ძლიერი შთამბეჭდავი მსახიობი? მე ფიქრობ, გარდა იმისა, რომ მას აქვს რაღაც საოცარი მიმზიდველობა, მას აქვს განსაკუთრებული ხმა და სიტყვა. გარდა ამისა, ის იყო გმირი, ის გმირი, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს სცენას. აი ამიტომ მას ჰქონდა საოცარი აღიარება, საოცარი პოპულარობა, საოცარი თაყვანი სცენა, მე ვიტყოდი. ძალიან დიდი მადლობა სალომეს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ გაგვახსენა ხორავა, ასევე გავიხსენეთ ამ სიუჟეტით, მართლაც ქართული სცენის საოცარი მსახიობები ვერი კვანჯაფარიძეც, რამა ჩხიკვაძეც, რეჟისორი გიგალ ორთქიფანიძე და სხვაები, რომლებმაც მართლაც დიდი ეპოქა შექმნეს ქართულ თეატრში და განსაკუთრებით ხორავას ეპოქა, რომელიც მაინც კლასიკური ეპოქა იყო და ძალიან შორს იყო სამწუხაროდ ის პერიოდი, მეტიც აკრძალულიც იყო მაშინ ისეთი ძალიან ჩემთვის უსაყვარლესი
მუსიკა მარტო არ არის სამყარო, რასაც ჯაზი ქვია. ძალიან დიდხანს იყო საქართველოში და საბჭოთა პერიოდში ეს მუსიკა აკრძალული, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით და რაღაცა საშუალებებით ამას ვისმენდით. მეტიც ქართული ორკესტრებიც ცდილობდნენ და კომპოზიტორებიც მათ შორის, რომ თავიანთ მუსიკალურ ნაწარმოებებში შეყვანათ ჯაზური თემები, იმიტომ რომ ეს არის თავისუფლება, რომელიც ჩვენასაც ძალიან გვინდოდა და საითკენაც მივისწრაფოდით. ეს არის ის იმპროვიზაცია, რომელიც გაძლევს საშუალებას თქვა ის, რისი თქმაც შენ სულს უნდა და თქვა იმ წუთში, იმ მომენტში და ეს არ არის წინასწარ ხშირ შემთხვევაში განსაზღვრული და თუ განსაზღვრულია კიდევ მეც და მეც უმატებ შესრულების დროს, ამიტომ პრაქტიკულად ერთნაირი შესრულება ჯაზური ვარიაციების მე მგონი არც კი არსებობს. მე დამეთანხმებიან ამაში ალბათ ჩვენი სტუმრები, რომელთაც მოგვიანებით გადავცემ აუცილებლად. სიტყვას უბრალოდ გეტყვით, რომ 30 აპრილი ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ყველა მუსიკოსისთვის, ვინც ამ ჟანრში მუშაობს, მაგრამ არა მხოლოდ მათთვის, ვისაც უყვარს და პირველ ყოვლისა მსმენელისთვის და ეს არის ჯაზის საერთაშორისო დღე, რა თქმა უნდა, დღეს უკვე საქართველოს ძალიან ისე აქტიურად უერთდება ამ დღეს და მე ყველაზე მეტად მახარებს, რომ ახალგაზრდა თაობა არის ჩართული ამაში და ვინ თუ არა და ის ადგილი, რომელსაც ნიჭიერთა 10 წლები ქვია, სწორედ ეს არაჩვეულებრივი სკოლა უერთდება და რაც მნიშვნელოვანია ჩემო ქეთი, რომ ამ სკოლაში, რომელიც ყოველთვის იყო ესეთი კლასიკური მუსიკალური განათლების მიმცემი სკოლა, საქართველოში ძალიან ცნობილი და ძალიან ავტორიტეტული, ამ ეტაპზე უკვე და სწორედ ჩვენთან არის დღეს სტუმრად დამაარსებელი ამ პროგრამის ამ 10 წლებში, რომელმაც სწორედ ჯაზის მიმართულების პროგრამა გახსნა და დღეს უკვე ეს სკოლა ამზადებს ამ არაჩვეულებრივი მუსიკალური მიმართულების მუსიკოსებსაც და ახალგაზრდებსაც. დღეს ჩვენი სტუმრები არიან დინი ვირსალაძე, რასაკვირველია დინი ვირსალაძე, რომელიც არის საქართველოში უკვე ცოტა ხანი არ ვიტყვი რომ ბევრი წელია. მართლაც უნიკალური და უბადლო შემსრულებელი, რომელსაც არ არსებობს დღე, ან არ არსებობს კონცერტი თუ ვინმეს ჯაზთან რაიმე ოდნავ შეხება აქვს, პირველ ყოვლისა იქ არის ბუნებრივია საუკეთესო შემსრულებელი პიანისტი და კონსერვატორიის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ჩვენი ბიგ ბენდის სოლისტი ამავე დროს და ნიჭიერთა 10 წლების პედაგოგი დინი ვირსალაძე. ასევე არის მოგგვიწყდა გითხარით ამონა მიქაძე, რომელსაც აქვს ეს დიდი დამსახურება, რომ ეს მიმართულება ნიჭიერთა 10 წლებში სწორედ რომ შექმნა და Jazz Days, ანუ ამ დღის ხვალ რომელსაც უერთდება ორგანიზატორია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, ასე ქვია ოფიციალურად, ისე კი ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა ვუწოდებთ ნიჭიერთა 10 წლს დირექტორის მოადგილე, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, დიდი მადლობა ქალბატონებო, მოგესალმებით ჩვენთან ხართ სტუდიაში. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია ყოველთვის, როდესაც ჩვენთან ხართ და როდესაც ვსაუბრობთ ჯაზზე. და დინი, მოდი დავიწყოთ იმით, თუ მაინც რამდენად მიუახლოვდით იმ სტანდარტს, მოდი ესე ვთქვათ, რომელსაც ძალიან დიდი ხნის წინ ჩამორჩენილები ვიყავით ქართული სამუსიკო სკოლა, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ჯაზს. შევედით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც რაღაც სიმაღლეზე ავედით. მე ვფიქრობ, რომ დიახ. ძალიან კარგი. რომ ნამდვილად ყავს შესანიშნავი ახალგაზრდა შემსრულებლები, უკვე რომლებიც მოგზაურობენ კონცერტებით და შესანიშნავი წამოწყება თამონას მიერ უკვე ეს განხორციელებული ჯაზის ფაკულტეტი ნიჭიერთა 10 წლებში. მე გავიზარდე ნიჭიერთა 10 წლებში, მაგრამ მაშინ ჯაზის ფაკულტეტი არ არსებობდა. ну, ჩემ დროს უკვე არ იყო აკრძალვები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯაზის ფაკულტეტი ნამდვილად არ იყო და რამხელა ფუფუნება ახალგაზრდებისთვის დამწყებებისთვის, როცა არსებობს უკვე ეს ფაკულტეტი, რამე თუ პედაგოგი გასწავლის, დაგაკვალიანებს უკვე შეგიძლია სახელმძღვანელოებიდან შეიძინოთ ცოდნა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და
ძალიან სასიხარულოა. დიდი რა რთული იყო, თქვა კლასიკური განათლებიდან გარდა იმისა, ეს რა თქმა უნდა ძალიან კაი საფუძველია, მაგრამ ზოგადად გადასვლა ეს ხო მაინც ძალიან განსხვავებულ როგორც თქვა კლასიკური ქორეოგრაფია კი კარგია, მაგრამ როდესაც უკვე თავისუფალ ქორეოგრაფიაში გადახან, ხანდახან ის სტანდარტი გიშლის ხელს. იცით რა, ეხლა მე შემიძლია პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვისაუბრო. ბავშვობიდან ორგანულად იყო შეწყმული ჩემში ეს მუსიკა ჯაზური. რატომ? იმიტომ რომ ყველა ჩემი ოჯახის წევრი უსმენდა მუსიკას, ვიძა მელომანი, კარგი კოლექცია და მე ეს ინფორმაცია, რაც თავი მახსოვს, ყველაფერი ეს ჟღერდა, ამას აღნიშნავს. რა თქმა უნდა, ისევე როგორც კლასიკური მუსიკა იყო ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ისეთი და კლასიკური განათლება მაქვს სწორედ რომ, მაგრამ ბავშვობიდან ვინაიდან მე აღმომაჩნდა სურვილი და არა მარტო სურვილი და ეხლა ცოტა ესე ჩამithვლით არა თავდაპირველად, მაგრამ აი ეს ნიჭი, ჰარმონიული სმენა და მოკლედ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ბავშვობიდანვე, რომ დამეკრა მომეძებნა ის აკორდები, რაც მესმოდა. მაშინ სად იყო ეს ყველაფერი? არა, სად იყო ასა ნოტები არა, ეს ყველაფერი ხდებოდა სმენით და ნელა განვითარდა და ასე რომ აი ესე გადასვლას ვერ ვიტყვი. ეს იყო მაინც შენში და წამოვიდა იქ. ამიტომ არ იყო რთული ბუნებრივი გადაწყობა. და ეხლა სწორედ ახსენეთ ძინი, რომ აი ეს არ იყო მაშინ არც ლიტერატურა, არც ნოტები, არც არაფერი და მართლა სმენით. დღეს ეს ყველაფერი გვაქვს ალბათ, ხომ? და აი როგორ შევქმნით ეს და რა ბაზა გვაქვს დღეს იმისათვის, რომ გავზარდოთ უკვე ნათლად საფუძვლიანი და ძალიან კარგი მომავალი სპეციალისტები. სიამოვნებით. მუსიკოსები. დიახ, სიამოვნებით ვპასუხებ ამ კითხვას. ესე იგი 2011 წელს დავაარსეთ ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო მოთხოვნილება და ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ყველგან იყო ეს ჯაზის განყოფილება და ძალიან გვინდოდა ჩვენ რომ აწლედშიც ყოფილიყო, შემდგომ აწლედის შემდგომ კონსერვატორიაში გაიხსნა, შემდგომ ილიას უნივერსიტეტში. და ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს ეს ჩვენი პროგრამა, რაზედაც მიუთითებს ის არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული, ახლა გვარებს არ ჩამოვთვლი შეგნებულად, მაგრამ მერწმუნეთ, ვინც დღეს თბილისის ესე ვთქვათ საშემსრულებლო ესტრადაზე და არა მარტო საზღვარგარეთაც მოღვაწეობს ყველა თითქმის ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულია. გვაქვს ბაზა, თუმცა ტექნიკური აღჭურვილობა რასაკვირველია გვჭირდება და ნელ-ნელა ამასაც ეტაპობრივად ჩვენ განვახორციელებთ. გამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, აქვე უნდა ვთქვათ, იმიტომ ზუსტად 2 კვირის წინ ბატონ მეირაბ ბოძელაშვილმა გამოცა არაჩვეულებრივი პრაქტიკული კურსი ჯაზის თეორიის, რომელიც ძალიან გვეხმარება ჩვენ სასწავლო პრაქტიკაში. გარდა ამისა, მთელ რიგ დისციპლინებს სწავლობენ ჩვენი მოსწავლეები, ჯაზის ისტორია, ჯაზის თეორია. გვაქვს უდიდესი ფუფუნება, რომ ყავდეს ჯაზ ანსამბლის ხელმძღვანელად ესეთი უდიდესი პროფესიონალი ქალბატონი დინი ვირსალაძე, რომელიც აი საოცარ უდიდეს ენერგიას დებს ამ ჩვენ ბავშვების პროფესიულ განვითარებაში და ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი ესე ვთქვათ კეთილგანწყობით უზიარებს თავის ცოდნას ჩვენ მოსწავლეებს და აი ამის შედეგია მაინც რა იყო თამუნაი როგორც აღვნიშნეთ 2011 წელს ჩამოყალიბდა ეს ფაკულტეტი და იცით რა უცხო იყო ეს თავიდან მაინც იყო რაღაცა გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ ფაქტობრივად 2 წელიწადში უკვე ისეთი რეზულტატი დავდეთ, რომ ყველა მიესალმება და მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ნიჭი ერთ აწლედში გვაქვს ეს ჯაზის საგანმანათლებლო პროგრამა. ეხლა რაც შეეხება თუ შეიძლება ორიოდეს სიტყვით ვიტყვი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია უკვე მე რამდენიჯერ მიიწევს ამ Jazz Days ორგანიზება და წელსაც ძალიან დიდი მონდომებით ვაორგანიზებთ ამ ღონისძიებას. ჩვენი მასპინძელი არის არტარია, თბილისის ერთ-ერთი ცნობილი კლუბი და მინდა მადლობა გადაუხადო მათ თანამშრომლობისათვის, მადლობა ანთის გადაუხადოთ აუცილებლად და ვამზადეთ ძალიან საინტერესო პროგრამას, ესე იგი სამნაწილად შედგება ეს ჩვენი კონცერტი. პირველ ნაწილში ძალიან საინტერესო კოლაბორაცია გავაკეთეთ ჩვენი ნიჭერთ აწლედის საბავშვო ორკესტრის, რომელიც თქვენთან ეთერში არაერთხელ ყოფილა სტუმრად. სიმფოჯაზის კომპოზიციები გავაკეთეთ. მეორე განყოფილებაში ნაწილში გვეყოლება ნიჭერთ აწლედის ჯაზის განყოფილების მოსწავლეები და მესამე განყოფილებაში იქნება უკვე ესე ვთქვათ უფროსი თაობის მუსიკოსების შემოგვიერთები. აქვე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო
დავუხსნადო ჩვენ ერთ-ერთ წარმატებულ კურსდამთავრებულ პაპუნა შარიქაძეს, რომელიც რამოდენიმე კომპოზიციას კოლაბორაციით შეასრულებს ჩვენ მოსწავლეებთან ერთად და ირაკლი დოლიძეს, რომელიც ასევე ანსამბლში, ესე ვთქვათ, ბას გიტარაზე უკრავს ჩვენ მოსწავლეებთან ერთად. პროგრამა არის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, აუცილებლად გათვლილია ბავშვებს, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ მოიყვანოთ თქვენი ბავშვები და ვაზიაროთ ჯაზის ხელოვნებას, ეს იქნება მუსიკის დღესასწაული. და ველოდებით მსმენელს, ესე იგი, ხვალ კიდევ ერთხელ ყველა მუსიკოს, ყველა ჯაზ მუსიკოს მიულოცავ ჯაზ დეის, იმიტომ ეს ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და აქვე ვიტყვი ერთსაც, რომ აი პრაქტიკულად სახელოვნებო დარგებიდან მხოლოდ ჯაზის ხელოვნებას აქვს ყველაზე ესეთი დიდი, გრანდიოზული დღესასწაული, როდესაც მსოფლიოს ერთ დღეს ერთიანდება და ერთ დღეს აღნიშნავენ ჯაზ დღეს. მინდა გითხრათ, რომ 190 ქვეყანაში ოფიციალურად, ესე ვთქვათ, რეგისტრირებული ვებგვერდია, მათ შორის ჩვენი ღონისძიებაც ოფიციალურად არის რეგისტრირებული, ეს ჩვენი უმშვენიერესი პოსტერი განთავსებულია Jazz Days ოფიციალურ ვებგვერდზე და დაახლოებით ბოლოს რო შევედი 1000-ზე მეტი ღონისძიება, ანუ 1000-ზე მეტ ქალაქში ერთდროულად შესრულდება ხვალ ჯაზი. გარდა ამისა იქნება მასტერკლასები, სხვადასხვა საგანმანათლებლო შემეცნებითი პროგრამები და გარკვეული კულტურული, ესე ვთქვათ, პოლიტიკური სიმბოლოც კი აქვს, ასე ვთქვათ, ამ დღეს, იმიტომ რომ ჯაზი, რომელიც არის სოლიდარულობის, დემოკრატიის, თვითგამოხატვის სახელოვნებო ჟანრი, აი სწორედ ამ დღეს ერთსულოვნად ყველა აღნიშნავს ამ მუსიკის ხელოვნებას. იცით რა მინდა გითხოთ, ძინი, აი ხა ჩვენ საუბრობდით, რომ ვზრდით მომავალ თაობას და აი ხა პროგრამაც, რომელიც იქნება წარმოქმნილი პროგრამასთან დაკავშირებით. ძალიან მაინტერესებს ერთი როდესაც ჩვენ ქართველებმა ვისწავლეთ ამის პრიმიტიულად რომ თქვა დაკვრა. შესრულება, ანუ საშემსრულებლო მიმართულებას ვაძლიერებთ, ვზრდით მომავალ თაობას და ხო, ამ შემთხვევაში საკონცერტოსაც. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს თავად ავტორობის თვალსაზრისით, ქართველი ავტორები, ქართველი კომპოზიტორები, ისინი, ვინც ამ ჟანრში რამდენად გვაქვს ეს დღეს კარგად, საკმაოდ ისეთ საინტერესო ნიმუშები და რამდენად ვიყენებთ მას თუნდაც აი ესეთ დღეებში, რომელიც აღნიშნავს, იმიტომ რომ მაინც პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არის. გეთანხმებით აბსოლუტურად. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები. სამწუხაროდ ერთ-ერთი მათგანი, ვინც პირველ რიგში მინდა დავასახელო, გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ, ნუკრი აბაშიძე გახლდათ ესეთი არაორდინალური, უნივერსალური მუსიკოსი, რომლის კომპოზიციები მეც შემისრულებია და ბევრ მის კოლეგას შეუსრულებია და არაერთხელ შესრულდა კონსერვატორიის სტუდენტების მიერ. ეხლა ჩვენ სწორედ ამ დღეებში ვისაუბრეთ მე და თამონამ, რომ გვინდა გავიხსენოთ ნუკრი, პატივი ვცეთ და შევასრულოთ მისი ნაწარმოებები, ანუ ბავშვებმა რო შეასრულონ, ისწავლონ და შევასრულებინოთ და ეს იქნება უდიდესი სკოლა და დიდი ზრდა ნებისმიერი მუსიკოსისთვის. ეს იქნება ვოკალისტი თუ ეს იქნება ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსი. იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი მუსიკა აქვს შექმნილი. აქ იქნება ინსტრუმენტიც და ვოკალიც, ხო, როგორც ვთქვათ, ამ დიახ და ამჯერად ახლა ჩვენი მოსწავლეები შეასრულებენ ჯაზის ნობილ სტანდარტებს, აი ხვალინდელ კონცერტზე, მაგრამ ჩვენ სამომავლოდ გვაქვს აი დაგეგმილი, რომ პირველ რიგში ნუკრის აბაშიძის ტრიბიუტი მოვამზადოთ და გავაკეთოთ ცალკე კონცერტი და ისე რა თქმა უნდა მინდა გითხრათ, რომ მეც მაგ რაღაცა თემები ვწერ მუსიკას. ოთარ მაღრაძე არის ესეთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი. კახი ჯაგაშვილი, რომელიც ასევე ბიგ ბენდში არის მუსიკოსი, როგორც მე გახავართ.
თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი, ხვალ მე ვერ ვესწრები ჩემი მოსწავლეების კონცერტს, მხოლოდ რეპეტიციებს ვესწრებოდი, რამე თუ მე თვითონ მონაწილეობ თბილისის ბიგ ბენდთან ერთად კონცერტში და სპეციალური მოწვეული სტუმარიც ყავს და ნუ მოკლედ ჩვენც აღვნიშნოთ. ამაზე ჩვენ ცოტა ხანში კიდე ვისაუბრებთ, მას მერე რაც მოვისმენთ დღეს ახლა უნდა გაგიშვათ ინსტრუმენტთან და დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან, დიდი მადლობა იმისათვის რომ ესეთი კარგი დღე დაგვიანონსეთ და დარწმუნებული ვარ რომ თქვენი მიმართვა იქნება გაგებული და ახალგაზრდებს ბავშვებს მოზარდთაობას მოიყვანენ ამ დღეებში და მიიღებენ ძალიან დიდ სიამოვნებას, იმიტომ რომ ჩვენც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ხვალ გელოდებით ყველას ჯაზ კლუბ არტერიაში საღამოს 8 საათის შემდგომ დავიწყებთ ჩვენ კონცერტს და ძალიან კარგი. იმედი გვაქვს რომ დიდი მადლობა. გინიგთხოვთ და ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რა თქმა უნდა ახლა სიამოვნებით მოვისმენთ იმას, რაღაცა პატარა ნაწილს იმისას, რასაც ხვალიდან უფრო ვრცლად და უფრო კარგად მსმენელი ვინც მივა ამ კონცერტებზე მოისმენს. ცოტა ხანში ჩვენ ჯაზის თემას კიდევ დაუბრუნდებით, მაგრამ ახლა ვისიამოვნოთ რა თქმა უნდა აი ამ ახალგაზრდების შესრულებით. The falling leaves drew by the window, the autumn leaves, oh red and gold. I see your lips, the summer kisses, the sunburned hands I used to hold. Since you went away, the days gone. And soon I'll hear a winter song, but I miss you most of all, my darling. When autumn leaves start to fall, the falling leaves drift by the window, the autumn leaves all red and gold. I see your lips, the summer kisses, the summer hands I used to hold. Since you went away, the days go on, and soon I'll hear oh winter song, but I miss you most of all, my darling. When autumn leaves start to fall, when autumn leaves start to fall, when autumn leaves start to არაჩვეულებრივი განწყობა შემოგვიტანეს. უღრმესი მადლობა. ნამდვილად. იზრდებიან, კარგ ადგილას იზრდებიან. თავისთავად. მუსიკალური ატლეტი, მოკლედ ჩვენ ჯაზის თემით ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. თბილისი რიგით 29 ჯაზ ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით გაიმართება. ეს მოხდება მარჯანიშვილის თეატრში და კლუბ თათუზაში. ჩვენ ასევე ვსარგებლობთ შემთხვევით და თათუზას ულოცავთ დაბადების დღეს. დიდი სიყვარულით და ახლა ჩვენი ჟურნალისტი კეთი ღამბაშიძე ამ ძალიან საინტერესო თემაზე აგრძელებს საუბარს. მივესალმებით კეთს.
არსებობს მუსიკა, რომელსაც უბრალოდ ვუსმენთ და არსებობს მუსიკა, რომელსაც ვგრძნობთ. სწორედ ასეთია ჯაზი, იმპროვიზაციის, თავისუფლების და ემოციების ენა, რომელიც სცენიდან პირდაპირ გულამდე მოდის. თბილისი ჯაზის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს და უკვე ხვალიდან 20 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ქალაქი ჯაზის რიტმში იცხოვრებს. დეტალებზე თუ რომელი არტისტები იქნებიან, უცხოელი არტისტები იქნებიან სტუმრები, ბატონი კახა კანდელაკი ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო კახა, მადლობა რომ ხართ ჩვენი ტელემაყურებლის სტუმარი და ჩვენ გვმასპინძლობთ, შეიძლება ითქვას. გამარჯობათ, გილოცავთ ჯაზის საერთაშორისო დღეს. 30 აპრილს მართლაც მთელი მსოფლიო უკვე მე-15 აღნიშნავს ამ ღონისძიებას, ამ დღეს. ეს სულის ჩამდენი იყო ესეთი დიდი მუსიკოსი, რომელიც თბილისის ჯაზ ფესტივალზეც გამოსულა 2006 წელს. ეს არის ჰერბი ჰენკოკი და იუნესკოსთან ერთად აი ესეთი დღე დაარსდა და წელს უკვე 190-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს ერთდროულად. მთელი დედამიწა უკრავს ჯაზს და მასტერ კლასები, გამოფენები არის ამ თემის გარშემო და რა თქმა უნდა თბილისიც იმ დღიდან, როცა დაარსდა ეს ჯაზის საერთაშორისო დღე, იმ დღიდან აი ესეთი ჩართულები ვართ ყოველთვის და წელს აი ესეთი ჩვენი 29 თბილისის ჯაზ ფესტივალის გახსნა იქნება 30 აპრილს და მე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს მართლაც თავარი ღონისძიება თბილისის ჯაზ ფესტივალია, სადაც ძალიან დიდი ისტორია და სახელი აქვს და უფრო მაგარი არტისტებიც ჩამოდიან კიდე ამ ფესტივალზე. მაგრამ გარშემო კიდე თბილისში და საქართველოში სხვადასხვა ჯაზ კლუბებია გახსნილი, ყველა აღნიშნავს ჯაზის საერთაშორისო დღეს და ავიცი ვინილის მაღაზიებია, ნიჭიერთა აწლედიც აღნიშნავს ამ დღეს და კონსერვატორიაში ჯაზის ფაკულტეტიც და ძალიან გვიხარია, რომ ასეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს უკვე ეს მუსიკა და ჯაზის საერთაშორისო დღის აღნიშნა იწყება კლუბ თათუზაში, სადაც ქართველი მუსიკოსი გამოვა ლუკა თოფურია თავის მეგობრებთან ერთად და ბევრი სიურპრიზი იქნება, იმიტომ მას უცხოელი არტისტები შეუერთდებიან და ღამე ესეთი კონცერტი ჯემსეიშენით დავიწყებთ თბილისის ჯაზ ფესტივალს. როგორ ფიქრობთ, აი რას ნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქართველების და უცხოელების ეს კოლაბორაცია ჯაზისთვის? ეს ჩვეულებრივი ამბავია ჯაზისთვის, იმიტომ ერთადერთი ჟანრია ყველა მუსიკას შორის, სადაც ჯემსეიშენი არსებობს და ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნის გემოვნების ადამიანი ერთ სცენაზე იკრიბება და ერთი თემის გარშემო ერთიანდებიან, ერთმანეთს უთმობენ სოლოს პარტიებს, შემდეგ აკომპანიმენტს უკეთებენ და შემდეგ უკვე ერთად უკრავენ და ეს არის მართლაც ყველაზე დემოკრატიული და პროგრესული მუსიკა და ამიტომაც მთელ მსოფლიოში ესეთი პოპულარულია და მე მგონი ერთადერთი ჟანრი, რომელსაც ესე აღნიშნავენ. თქვენთვის რა არის ჯაზი? ჩემთვის ჯაზი არის ცხოვრების წესი და თავისუფლება და მე რა ვიცი, ტვინის ესეთ ჯაზურად ვარ მოწყობილი და როგორ ფიქრობთ, აი როგორი მსმენელი უნდა მოვიდეს მაინც აი ამ კონცერტებზე და რას წაიღებს ამ კონცერტებისგან? თბილისის ჯაზ ფესტივალის სტილი, სხვა ჩვენ 4 ფესტივალი გვაქვს საქართველოში, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებზე ჯაზი ძალიან ბევრი მიმართულების არის, ფანკიც არის, სხვადასხვა კულ ჯაზიც არის, ბიბოპიც, თბილისის ჯაზ ფესტივალი უფრო არის მელომანებისთვის, არის პროფესიონალებისთვის, მუსიკოსებისთვის, ეს მართლა ჰაერია, ეს არის ყველა ფესტივალები, რაც კი საქართველოში ტარდება, თბილისის ფესტივალი არის იმის ხერხემალი, იმიტომ 1978 წლიდან იწყება და ისეთი ბიოგრაფია აქვს და ისეთი არტისტები გამოსულან ამ სცენაზე, რომ რა ვიცი, ნებისმიერი დიდი ფესტივალებს არ ჩამოვარდება და რეგიონებში, აი თურქეთიდან იაპონიამდე ნომერ პირველია და რა ვიცი, ძალიან გვიამაყება, რომ საქართველოს აი ესეთი ფესტივალი გვაქვს და კიდე გრძელდება და წელს ჩვენ ფესტივალზე ძალიან დიდი სახელები ჩამოდიან, რომელიც პირველად ჩამოდიან ამ ფესტივალზე, მაგალითად ესეთი დიდი გიტარისტი, როგორც არის მარკ რიბო, ეს არის მუსიკოსი, რომელიც ყველასგან განსხვავებულია, წელს ამერიკულმა გამოცემლებამ დადო 150 ყველაზე გამოჩენილი გიტარისტების სია, ცოცხლებისას და გარდაცვლილებისას და ყველა ჟანრის და 32 ადგილზეა წარმოიდგენს, სადაც ჯიმი ჰენდრიქსია, ვეს მონტგომერი და ბენსონი და ასე შემდეგ და იმიტომ ძალიან განსხვავებული
განვითარებული ადამიანია, ის მუშაობს დღესაც როკ ვარსკვლავებთანაც და ჯაზშიც, როგორც თქვა, თანამშრომლობა როგორც Tom Waits-თან, Robert Plant-თან, აგრეთვე John Zorn-ი, McCoy Tyner, ესეთი ჯაზი და თავისუფალი ჯაზი და აბსტრაქტული ჯაზის მიმდევარია და ძალიან სასიამოვნოა, რომ მთელი ფესტივალი 6 ღონისძიება ამ ფესტივალს და 6-ზე ბილეთები აღარ არის. ამდენი დღით ადრე გაიყიდა, წარმოიდგინეთ, ანშლაგით ჩატარდება წელს ეს ფესტივალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან პოპულარული გახდა ჯაზი ახალგაზრდებში, და ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ეს კითხვა უნდა დამესვა აუცილებლად, აი დღითი დღე უფრო მეტად მოთხოვნადი და მოთხოვნადი ხდება. როდესაც დაიწყეთ ეს ყველაფერი და მოკიდეთ ხელი, რომ აი საქართველოში უნდა გამხდარიყო აუცილებლად ჯაზი ესეთი მოთხოვნადი, როგორც დღეს არის. როგორ ფიქრობთ, აი რით მიხვედით ამ შედეგამდე? ჯერ ერთი მინდა დავამატო, რომ ამ ყველაფერს ეს ტრადიცია იყო თბილისში ყოველთვის და იყო ჯაზური ქალაქი თელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მე ეს 90-იანებში ეს ჩავარდნა ქონდა, იმიტომ რომ არეულობა იყო საქართველოში. ჩვენ მოგვიწია იმ დროშიც მუშაობა ამ ფესტივალებზე და ამიტომ გვახსოვდა თუ რა პოპულარული იყო და რა ესეთი მოდური თბილისში. და ამიტომ ეს დედაქალაქად ითვლებოდა თელ საბჭოთა კავშირში და სულ გვინდოდა რომ ეს ყველაფერი დაბრუნებული იყო. იმიტომ ვიცოდით რომ ეს იმდენად მაგარი მუსიკაა რომ არასდროს დრო არა და რაღაცა ის მოდაში ერთ წელი მოდაში იყო და მე რო გადავიდი ესეთი რაღაცა არა სეზონური არ არის და ამიტომ სულ ყოველთვის იქნებოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ ბევრი ესეთი ძნელი პერიოდების გადავლახეთ და რას თავარი არ გავჩერდით. და მეგობრები ვართ ბავშვობის და აი ბოლომდე ვაწვევით და ჩვენთან ერთად პარტნიორების გაგვიშტე, რომელიც 15-20 წელია ჩვენთან თანამშრომლობენ, სპონსორები, მხარდამჭერები და მათი მეშვეობით ბილეთებით სასწაულად დაბალი ფასები არის და ყველა შესაძლებლობა აქვს რომ მოვიდეს, მოისმინოს და თბილისის ფესტივალიდან ხალხი უფრო ელოდება სიახლეს და მოდიან არა იმიტომ რომ ვიღაცა ეცნობათ. ესეთი ფესტივალი ბათუმი გვაქვს. რომ აი ვიღაც ვინ ჩამოდის იმის გამო მოდიან, მაგრამ თბილისში უფრო მოდიან რაღაც ახალი გაიგონ და ისწავლონ და შემდეგ ძალიან ადვილია უკვე ინფორმაციის მოპოვება Spotify-დან თუ ვინილის მაღაზიებია სავსე უკვე თბილისში მიდიან, ყიდულობენ, ეცნობიან და უკვე მომზადებული მოდის ხალხი და ამ კონცერტებსაც ეთყობა, იმიტომ ისეთი რეაგირება აქვს მაყურებელს, რომ მუსიკოსებს სცენიდან გასვლა არც უნდა და ნიჭიერი ხალხია მოკლედ ჩვენი მოსახლეობა და ძალიან მიხარია, რომ აი ეს თაობებიც მოდის ძალიან მაგარი და სამი თაობა დადის ხოლმე რა ფესტივალებზე, ბაბუა, შვილი და აი ესეთი სიტუაცია ძალიან მაგარი და მიხარია, რომ ერთი ბილეთი არ არის დარჩენილი უკვე ფესტივალზე. ძალიან დიდი მადლობა აი ამ ძალიან კარგი საქმისთვის, რასაც აკეთებთ და მე ტელემაყურებელს მინდა შევახსენო დაბრუნდით სტუდიაში, თქვენ უყურებთ გადაცემას დღე პირველ არხზე, ქეთი კეკერდი, გოგა ჩართოლანი 2 საათამდე ვიმუშავებთ თქვენთვის და რა თქმა უნდა დღეს არის ორშაბათი და ოთხშაბათი და შემოგვიერთდა ჩვენი თანაწამყვანი, მშვენიერი მარიკა დარჩია თავისი რუბრიკით ჩემი ასაკი, რომელთაც ძალიან ვამაყობთ ყველანი და ვიმედი მაქვს ჩვენი მაყურებელიც და დღეს ძალიან საინტერესო სახელწოდების თემით მოვიდა მარიკა, ეს არის ვერცხლისფერი ცუნამი, ხო? აბა რას ნიშნავს ეს ვერცხლისფერი ცუნამი და რაზე უნდა გვესაუბრო დღეს? უნდა გვეშინოდეს თუ არა, ქალბატონო? ეს პრაქტიკულად მეტაფორაა, რომელიც აღწევს მოსახლეობის სწრაფ დაბერებას და იმ რაოდენობას, რომელიც არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეს რაოდენობა ადამიანებისა, რომელიც ცილდებიან ესეთი 60 წელს და იმას აქვს, როდესაც უკვე პრაქტიკულად, ну, ოფიციალურად პენსიაზე გადიხარ, ბევრი რამ არის, მაგრამ რადგან ესეთი რაოდენობა ამ ადამიანებისა იზრდება, გამოდის რომ შენ ცხოვრებას წლები ემატება, ხო? და კარგია ძალიან, მაგრამ ამ წლებს უნდა სიცოცხლე დაემატოს. და ხარისხიანი. უნდა იყოს ხარისხიანი. შესაძლებლობები უნდა დაემატოს და ამიტომ ძალიან საინტერესო მოხსენებას დავესწარი, რომელიც მიყავდა და ძალიან ისეთი საყურადღებო რჩევებიც, აქცენტები გვითხრა
არის ასეთი ადამიანი, ნევროლოგი და ბევრმა იცის ალბათ გოგიტა გეგელაშვილის შესახებ. როგორ არა. თუნდაც ნევროლოგი იცის გოგიტა გეგელაშვილი. ხო. და ამიტომ გადავწყვეტა რომ დღეს ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო გოგიტა გეგელაშვილი. რა კარგად ბღერის? კი, ძალიან ბევრი, ამიტომ ვთქვი, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია. არტისტული ფანტასტიკური მონაწილეობა. ამასაც მნიშვნელობა აქვს, როდესაც ამ საკითხზე ფიქრობ, ხო? როდესაც ხარისხიან ასაკზე ფიქრობ და ასაკში შესვლაზე. გოგიტა ვერცხლისფერი სუნი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან და მართლაც რა უყოთ ამ ასაკს? არის თუ არა რაღაც ისეთი რჩევები ან დაკვირვებები, რომელიც დაგვეხმარება, რომ არ შევშინდეთ და ვიყოთ ყოჩაღად. და გვეშინოდეს თუ არა, აი ეს კითხვაც გამიჩნდა. არა, თან დავამატებდი გოგიტა, რომ ალბათ ჩვენთვის კარგია, რომ ეს თქვათ მოსახლეობა ბერდება, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში ექიმები კიდევ უფრო მეტი საქმე გიჩნდებათ ხოლმე ალბათ არა ამასთან ერთად. ოღონდ იცვლება, ვინაიდან უკვე იცვლება იმ ადამიანთა პროპორცია, რომელსაც სხვაგვარი აზროვნება ჭირდება ექიმისგან. სხვა შორის საქართველოში იყო უნიკალური ბევრ რაღაცაში იყო საქართველოს უნიკალური პირველი კარდიოლოგის ინსტიტუტი მაგალითად პირველი გერიატრიის განყოფილება ერთ-ერთი პირველი დღეგზელები ჩვენი განსაკუთრებით აფხაზეთში და სულ იყო სამი განყოფილება საბჭოთა კავშირში და ერთი იყო და მე მომიწია ბედნიერება მქონდა თერაპიის ინსტიტუტის კონსულტანტი ვიყავი ნევროლოგი საკმაოდ ჭყინტი ნევროლოგი ვიყავი მაშინ დიდი კაცი მეგონა ჩემი თავი და მოხუცებთან ურთიერთობა იყო ხანდაზმულებთან ურთიერთობა იყო ძალიან ისეთი საყვარელი ისეთი ძალიან დიდი კავშირები იბმებოდა თავისთავად. სხვათა შორის ბევრი რაღაც განვითარდა საქართველოში, მაგრამ რაღაცა თავისებურად ვითარდება მედიცინა, ვითარდება გარკვეულწილად კომერციული დაუშვათ ინტერესებით, ხო? და გერიატრია ან გერონტოლოგია და გერომედიცინა ეს სამი ეს არის ხანდაზმულთა პრობლემებზე მომუშავე დარგებია, ხო, ფუნდამენტური, პრაქტიკული და დიდად არ გამოიკვეთა განსხვავება და არა და ჩვენ უნდა მოვემზადოთ. ეს გზავნილი მარიკამ რაც ძანა და ძალიან დაინტერესდა, როდესაც ჩვენს შეხვედრას დაესწრო და სპეციალურად ყავდა მოწვეული, ვინაიდან ვიცოდით რომ ამ საქმეში დიდად მოღვაწეობს. სულაც არ არის შესაშინებელი, იმიტომ რომ მაგრამ არის გასაფრთხილებელი. ანუ გზავნილი ამ შემთხვევაში ის ხო არ არის სოს, რომ რაღაცა უბედურება ხდება, არა. უნდა გავაკეთოთ ანალიზი და თან მოვემზადოთ. ექიმებიც უნდა მოვემზადოთ, საზოგადოებაც უნდა და საზოგადოებრივი აზრი, რა თქმა უნდა. ანუ ისეთი გამოთქმები მე მგონი ადმინისტრაციული სასჯელი უნდა იყოს ისეთ გამოთქმებზე. შეიხედე პასპორტში მაგალითად. საიდან მოდი? ან მშობელი არ აქვს. სარკეშიც ამბობენ. ეს არის რა ქვია. პასპორტს ფორენდობით შეიხედე სარკეში. აი რაღაცა ისეთი ზოგჯერ აი გული გეტკინება ადამიანს და ძალიან ბევრ რაღაცაში ექიმები წოდავთ ჩვენ. საზოგადოებაც წოდავს. მაგალითად ზებრაზე მოხუცებულ ადამიანს სიგნალს ვაძლევთ, ხო? ხო, ეგეც უნდა დავუშვათ ვისწავლოთ რომ არ ვქნათ. ხო, რა, იცი როგორია ახლა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხმოვან სიგნალს მიცემ მოხუცებულ ადამიანს, რომელიც ცოტა შეიძლება დაბნეულიც არის და გადადის და ცოტა ბევრი წნევის აპარატი, ეს ბევრი წნევის ამალიც აქვს დალეული, ხო, არ შეიძლება. რაც შეეხება მზადება უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა. ძირითადად არის მაინც სწორი ჯანსაღი ცხოვრება. ჯანსაღი ცხოვრების წესი იწყება წყლის დალევიდან. მაინც წყალი არ მიყვარს. რას ქვია არ გიყვარს, ხო, გჭირდება. მეც. აი ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მიეჩვიოთ ეგ. გოგა, საერთოდ ეს ჩვევა, თორე შენი წინაპარი რომ წყალს არ სვამდეს, ჩვენი შეიქმნებოდა თავ. წყლის რა ქვიან სწორი კვება, ვარჯიში, სიარული, ფიზიკური აქტივობა და რაღაც აი იყოფა ორ კატეგორიად. არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ წნევის სწავლებს არ სვამენ, იძახიან წამალი ქიმია არ მინდა, მცენარე რაღაცა.
მეორეა რომელიც უთავბოლოდ სვამენ ყველაფერს. დედაჩემი 54 წამალს. ამას დასავლეთში ეძახიან ფინანსურ ტოქსიკურობას. ანუ ბევრ ფულს რო ხარჯავ წამალში. მედიკალიზაციასაც ეძახიან. დოქტორ შოპინგსაც ეძახიან, ექიმებთან შოპინგზე, ანუ იმასავით რა ქვია, მოთხოვნილება აქვს ზოგს. ზოგი კიდე საერთოდ იგნორირებს. მე რა ხდება? ადამიანი რომელიც თავის თავს უმაშვება, რა ქვია, ჩვენ ერთი ცუდი წესი გვაქვს, ვერ ვასწრებთ ამ ყველაფერს. თან პაციენტებს არ მოდიან, მოდი ესე ვთქვათ, მომზადებულები, ანალიზები არ მოაქვს. დღეს მაგალითად დილიდან ვინც მივიღე, არავინ ანალიზი არ მოიტანა. აი ყველას უთხარი რომ ტელევიზორიდან გისახვედრე. არა არ მოიტანა და არა ყველაფერი გავიკეთე, ყველაფერი ნორმალ, ყველაფერი რას ნიშნავს? ყველაფერი ჩემმა მტერმა გაიგეთა, ხო? ყველა ანალიზი. პერიოდულად ჯამრთელი სანდ ვიდრე ხარ, მაშინ უნდა მიხვიდე პოლიკლინიკაში, მაშინ უნდა მიხვიდე გასინჯვაზე. ეხლა ისეთ რაღაცას გეტყვით და ალბათ არ დამიჯერებთ. სამკურნალოდ დაწესებულებიდან, ამბულატორიიდან გასული ადამიანების რაოდენობა. რომელმაც წამალის რეცეპტი არ წაიღეს, რამდენი პროცენტი იქნება? 100 კაცი გავიდა, დატოვა დაწესებულება. ანუ თქვენ გამოუწერეთ რეცეპტი და მათ არ წაიღეს? არა. ამბულატორიულ დაწესებულებაში, არასაავადმყოფოში მივიდა ადამიანი კონსულტაციას. 100 კაცი და რამდენი წამოიღებს იქიდან რეცეპტს კულტურულ ქვეყანაში? 80. არა, მე მგონი. მეტი? კულტურულ ქვეყანაში ბევრმა უნდა წამოიღოს. აბსოლუტური უმრავლესობა გამოდის ურეცეპტოდ, მხოლოდ რეკომენდაციებით. რა უცნაური. ანუ მიდიან ჯანმრთელობის სტატუსის შესამოწმებლად და რჩევების მისაღებად. ანუ ის ინფორმაცია საკმარისია, რასაც ექიმი ეტყვის, ხო და ურჩევს. ჩვენთან მოდაშია, ჩვენთან როგორ იყო, იცით, იყო ასეთი გამოთქვა, რეცის გამოსაწერად მივდივარ, ექიმი. რომელმაც იცოდა ლათინური წერა და რეცეპტი უნდა გამოეწერა. რეცეპტის გამოწერა იყო აქტი, რომელიც ადასტურებდა, რომ უკანონო ფული უნდა მიეღო ექიმს. თუ ლიცენზიის არ იღებდა, ხო ძირითადად ხო უკანონოდ მუშაობდით. ნახევრად კანონიერად. ხო, ჯანმრთელობა იყო უფასო და ის იყო რეცეპტი, ღირდა ფული. მაგრამ რეცეპტს თუ არ გამოუწერდი, ფულს არ გიტოვებდნენ, იყო უფასო იყო. და შემდეგ რაღაცნაირად ეს სტერეოტიპი ჩამოყალიბდა. ანუ ესე გამოდის, რომ ეს ადამიანები წამლებს არ იღებენ, ხო? უბრალოდ ამბავს ისმენენ და წამლების მისაღებად. მოდიან, გაიგეთებენ ანალიზ, რაღაცა მაქვს, ექიმი აძლევს რჩევას, მაგალითად წელი მტკივა. წელის ტკივილზე 10-დან 9 შემთხვევაში წამალს არ უნიშნავენ. და ჩვენთან წელის ტკივილზე 10-დან 10-ვეს უნიშნავენ ნემსებს. არა, ნემსი, როგორია, ნემსი არის ექიმი, ნემსი. იმას კი არ გეუბნებიან, რა დავლიო, ან დავლიო თუ არა, ან წელი მტკივა რა ვქნა, ამას კი არ გეუბნებიან. წელი მტკივა და რომელი ნემსი გავიკეთო. და თუ ექიმი არ ეტყვის, რომ ნემსი არ გინდა საერთოდ, ესე იგი ცუდი. და რამდენი პროცენტი იკეთებს ნემსებს წელის ტკივილის დროს? ბევრი. უმრავლესობა. დასავლეთში როგორ გონია გოგა რამდენი? ნუ ალბათ იქ ნაკლები. სხვა რამეა. გოგდა რა შეასაქმე რა მაინტერესებს. ესეც არის, ეხლა წარმოვიდგინე, ერთი მხრივ ექიმის მიდრეკილება, ეს ტრადიციული მიდრეკილება და მეორე მხრივ მოთხოვნა, ხო? მე მესმის, მაგრამ ამან ალბათ ისიც განაპირობა მაპატია მარიკა, მე დაკვირვებული ვარ, იმიტომ რომ მაქვს ურთიერთობა ამ ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ადამიანებთან. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ფაქტორი არის ექიმთან სიარული. აი მაგალითად არიან ადამიანები, რომლებიც თუ დაგრძნობენ თავს, მაგრამ აი ექიმის დანახვაზე, როდესაც ისინი მიდიან ექიმთან და აღმოჩნდება, რომ არაფერი ისეთი ძალიან განსაკუთრებული არ ჭირს, მაგრამ მისთვის გარკვეული შვება და ამბობს, რომ აი ეს ერთი კვირა თუ ორი კვირა სანამ ექიმიდან ექიმთან მისვლამდე ის არის კარგად. მერე ემართებათ ხოლმე, რომ კიდე უნდა მივიდეს თეთრხალატიანი სინდრომია. მარტო ექიმთან არა, აი რაღაცაც გოგიტა ამბობს. ექიმის წამლის დალევაზე, ამაზე მაქვს საუბარი, ექიმთან მისვლა მას გულისხმობს. ექიმი იმისთვის მინდა რომ გამომიწეროს წამალი და ამ შემთხვევაში ნახეთ ჩვენ საით მივდივარ და საით გვინდა რომ წავიდეთ რომ ექიმი გვინდა იმისთვის რომ რაღაც რჩევა მოგცეს რომ იქნებ წამალი იყოს უფრო გადაწეული, უფრო გვიან მივიღოთ. იმიტომ რომ ამ წამლებს ხო ყველაფერს უკუჩვენებაც აქვს. ხო, მაგრამ ასეთ ექიმებს მაინც ამას არ ენდობიან ხოლმე, მარიკა, ამაში არ გამომიწერა წამალი და ცუდი ექიმია ეს. აი მაგას ვარ ზუსტად რომ კი, მაგას ვამბობ. აბსოლუტური უმრავლესობა დასავლეთში კულტურულ ქვეყნებში მიდიან მხოლოდ რეკომენდაციებით. და ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმ ადამიანების მეტობით 50%-თან, რომელიც ურეცეპტოდ გავიდა.
ჩვენთან აბსოლუტური უმრავლესობა რეცეპტით მიდის, რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა ანუ თუ წამალს არ გამოუწევთ აქ არის რამოდენიმე, ეს არის ფარმაკოლოგიური გემოვნება, როგორი აქვს საზოგადოებას და მეორე არის ყველა მოდის დაგვიანებით. ანუ პრევენციისთვის არ მოდის. და თუ ადამიანი პრევენციისთვის ბევრ სწორ რჩევას მიიღებს ექიმისგან, წამალი არ დაჭირდება. ანდა მიიღებს ზუსტად იმ წამალს, რომელიც მას აჩუქებს შემდეგ ჯანმრთელ წლებს. საკიდან უნდა მოვიდეს პრევენციის? მოდი პირველი რჩევა იქნებ რაღაცნაირად დავაკონკრეტოთ, რომ ჯანმრთელობას და ჩვენ თავს უნდა მივხედოთ გაცილებით ადრე, ვიდრე რაღაც წუხილები დაგვეწყება, ხო? ნებისმიერი ადამიანი წელიწადში ერთხელ უნდა იკეთებდეს სამედიცინო შემოწმებას. სულ მცირე. შემდეგ არის სპეციალური მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცხრილები, რომელ ასაკში, რომელი სქესის ადამიანმა რა ანალიზი უნდა გაიკეთოს, რომელ სპეციალისტს უნდა ენახოს. აი მაგალითისთვის გეტყვით, ალცჰაიმერის ანუ დემენციას, ალცჰაიმერის და საერთოდ ზოგადად დემენციების განვითარებას დროულად გაკეთებული სმენის აპარატი 7%-ით დაბლაწევს. ერთი წამალი მაინც მითხარი, რომელიც ასე ეფექტურია. თუ მაგას მივამატებთ დროულად, ანუ ეს ყურის დაკლება იწვევს გარკვეულწილად დემენციას. ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად. მას მოსდევს მხედველობის დაკლება. ასევე, ხო, მაგრამ მხედველობა იმდენად არ არის, აი სმენა საოცარია. სმენის დაქვეითება იწვევს დემენციას. მხედველობის დაქვეითება არ იწვევს პირდაპირ დემენციას, მაგრამ ადამიანს უღარიბებს გარემოსთან ურთიერთობის რესურსებს. და ეს არც ვიცოდი. წნევის კურნალობა. ზოგიერთი ვისაც არ ჭირდება წნევის აპარატი დადის მასში აქვს, მანქანაში აქვს უჯრაში და იზომავს. ისევ არ გადის სახელი. ვისაც არ ჭირდება, ის იზომავს წნევას. ვისაც ჭირდება, ნაკლებად იზომავს. მე არის ესეთი დირეთ გარიჟრაზის ნახტომი წნევის. ამ დროს ჩაიყრიან წამლებს. და ფეხზე დგებიან და ბევრ ადამიანს ხანდაზმულს აქვს წნევის დაბლა ვარდება ბოლოს დღის ბოლოს და მე მიდის პურის საყიდლად და პურის რიგში ხდება ცუდად აღარ არის, მაგრამ ოჩოშკა და სალაროს და ხوارი რიგი და გონებას კარგავს და ეცემა. აი დაცემის პრევენცია ელემენტარული რაღაცაა. უნდა მაგალითად ჩამოხსნათ ფარდები სახლში. მეტი მზე რო შემოვიდეს. უნდა თუ ხანდაზმული ყავს სახში. უნდა ავიღოთ ფარდაგები, ხო? თუ არ წაიქცეს. ფარდაგები, მაშინ აბაზანაში დავამატოთ სახელურები. შევამოწმოთ რას იწმევს. რამდენად მოხერხებულია მისაჩვენე და უნდა კონდეს რეზინის ძირი. და ნახოთ სად მიდის, როგორი მასშტაბი. არ შეიძლება სადარბაზოებში აი ფეხის წამოსაკრავი არ შეიძლება. აი ეს გახსოვთ რომ გაკეთდა ერთი პერიოდი რადიოფიცირებული სადარბაზოები და იქ კუთხოვანები იყო. ჯანმრთელი ადამიანი დაეცემა იქ და ასაკოვანი მithumet. მე სტუმრის გაცილება საღამოს. ტაქს გამოუძახებთ და ესე უქნებთ ხელს აინვიდან. უნდა ჩასვა მანქანაში, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ტრავმატიზმია განსხვავებული ზედაპირის მქონე და დაბალი განათების პირობებში. იცით რამდენი მყოლია პაციენტი, რომელიც ღამე წამოსულა დაუშვათ წვეულებიდან და დაცემულა. განსაკუთრებით ღამით ხო ეცემია. განსაკუთრებით როცა სიბნელია, როცა ტროტუარი მოუწესრიგებელია, როცა ტაქსისტით არ ცდილობს რომ მოხერხებულად იმა. როდის გინახავს ტაქსისტი გადმოსული იყოს და ასაკოვანი ადამიანი ჩაესვა. ეგეთი არის არასდროს. მე არ არის სწორად დაყენებული გზავნილები. ჩაურთავენ ტელევიზორს დაუშვათ და აყურებინებენ და ეძინება ადამიანს. უფრო პროდუქტიულია თუ წაუკითხავ და ის ფანტაზიით მოახდენს იმის რეპროდუქციას და არა სხვისი ნააზრევის ფოტო დამახსოვრებას. და კროსვორდებს მიცემენ შეავსე კროსვორდები. კროსვორდის შევსება, აი მაგალითად რაც უნდა ეხლა სიტყვაზე ვთქვათ, მარიანის ღრმულის სიღრმე, რო ახსოვდეს. მაგას ჯობია ლექსი გაიმეოროს, ვიღაცამ უმღეროს და რო ვეტყვი რომ სიმღერა კარგი რა ეხლა იქიმო. მე მოვედი ტვინის მკვლევავი დამინიშნო და ვერ გავიგე წამლის გამოსაწერი კიოსკი ვარ თუ რა ვარ. მაშინ იქნებოდა ანალიზის, ჩვენ ბლანკებს კი არ ვკურნალობთ. აქ სხვა პრობლემაც არის ის რომ ახალგაზრდები დაკავებულები არიან ბატონო გოგიტა და შეიძლება ამდენი დრო არა აქვთ. არა, მოდი რა ვთქვა. ჩვენ დღეს პრობლემას ვერ გადავწყვეტ. დღეს ჩვენ ვაჟღერებთ
ისეთ შეფერხებებს, რომლის გამოსწორება შეიძლება. ამისათვის საჭიროა და მარიკა ზუსტად ეს მოღვაწეობაც ეგ არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ დავფიქრდეთ რა რესურსი გვაქვს, თორე რა თქმა უნდა, ერიც, ბერიც, ყველა უნდა ჩავერთოთ. ჩვენ ვწოდავთ ექიმები, ამით დავიწყე, ხო? ბევრ წამლებს ნიშნავთ. ეს ახლა პაციენტები კი ითხოვენ, მაგრამ შენ რატო აძლევ ბევრ წამალს? კი, შეიძლება კონფლიქტამდეც მივიდეს, მაგრამ წარმოიდგინე 10-15 წამალი ერთ ადამიანის კუჩი როგორ ჩავიდეს და კიდე ამერიკიდან შვილი უგზავნის, ეს კარგია მთელი ამერიკას ვამს. ანუ მოდაში არ შეიძლება წამალი, ხო? ეხლა მაგალითად მარიკა ბევრი სუნა მოგაქვს შენ ვიცი სახში და ყველას ერთად ის ხამ კარგებს? არა, ერთს ვისხამ მარტო სულ დენ ცხოვრება. არ შეიძლება 5 წამლის მეტი უკვე ერთმანეთში ჩხუბობენ. არ შეიძლება. გასლაპარაკობ, ჩემ ოჯახში 25 წამალს ვამს ერთ კებას. ეხლა თუ არის სპეციალური შემთხვევა და ამას ექიმი ითვალისწინებს, მაგრამ მეორე ამბავია კომპრომისი, კოლეგიალური კომპრომისი. მაგალითად მოვიდა ჩემთან პაციენტი 7 წამალი აქვს დანიშნული. 2 უნდა გამოვაკლო, რომ მე-6-ზე ვითხოვო უფლება დანიშნვის. ანუ ის არ ნიშნავს, რომ გოგიტამ რო დანიშნა, ბიჭიკომ ვერ მოხსნას ის წამალი. და საერთოდ სპეციალისტებთან რომ მიდიან, აი ყველაზე კარგი არც ის არ არის, სწორი, უნდა იაროს ოჯახის ექიმთან. რატო? ყველას რეცეპტი უნდა მიუტანოს ოჯახის ექიმს და ის იმან უნდა იცოდეს, ხო? და იცი რომ დაუშვათ ორთოპედი, მაგალითად, როცა წელი გტკივა, შეიძლება მიხვიდე ტრავმატოლოგ ორთოპედთან, ნევროლოგთან და თერაპევტთან, და რევმატოლოგთან დაუშვათ. ყველა გინიშნავს წამალს და ყველა წამალში ფული გადახდილი და მე ყველა წამალს სვამ და ერთმანეთს იმაშვება. მაგალითად, სოფლიოში არსად არ მინახავს 2 ანტირევმატიული პრეპარატის დანიშვნა, მარტო საქართველოში ეს მოდაში. სხვადასხვა სახელი. ხო, მე ნემსით რო შედის, გონია იქ არ ხვდებიან ერთმანეთს, დალეული წამალი და ისა. თვითონ ნემსებით გატაცებაც ეს დიდი უბედურებაა. მე უჩირქდებათ, უპრობლემდებათ. ეს რაღაც ისეთია, ეს შპრიცი საერთოდ არ იყიდება დასავლეთში. კოლეგები მეჩხუბებიან, ჩემი, რას გამოდიოდი, რას გვეჩხუბებოდი ტელევიზიიდან. ძალიან ეფექტურია, რაც ეფექტურია. ის არ არის სასარგებლო არ არის, ხო. ის არ არის სასარგებლო. უნდა იყოს ყველაფერი ოქროს შუალედში. ოქროს ოპტიმუმია ყველგან საძებნელი და იმიტომ ხალხაზმული ადამიანი არის მოწყვლადი, მრავალი ავადობაც აქვს და მრავალ წამლობაც აქვს, მაგრამ მეორე მხრივ ასაკი არ ნიშნავს ავადმყოფობას. მაგრამ მეტი ყურადღება რა თქმა უნდა ჭირდება ბავშვს, პედიატრიულ კონტინგენტს და გერიატრიულ კონტინგენტს. ხო, მაგაში მე ვფიქრობ, რომ მარიკა, რასაც ახლა გოგიტა ამბობს, არ ცოდავენ მარტო ჩვენი მაყურებლებიც ამ შემთხვევაში და ზოგადად პაციენტები. ამაში ცოდავენ ალბათ ექიმებიც, ალბათ ფარმაცევტებიც, იმიტომ რომ რაღაცნაირად შეკრული მომენტია. მე გამოვწერ თან ვუწერ ხოლმე, რომ აი იმ აფთიაქში იყიდე, კონკრეტული ეს წამალი იყიდე და ეს სერიოზული თემაა, რასაც ჭირდეთ ჯაჭვი, რომელსაც ჭირდება იცი რა, როდესაც ფარმაცევტს პრემიას მიცემ ბევრი წამლის გაყიდვაში, ნუ ამაში ესა. არ შეიძლება სამშაბათს და პარასკევს სხვადასხვა ფასი ღირდეს წამალი. არ შეიძლება სოციალური სიკეთეები დაერიცხოს იმ ადამიანს, რომელიც ბევრ წამალს გამოწერს ან ბევრ წამალს მიიღებს. თუ ბევრ წამალს ღებულობ, რატომ უნდა დაგასაჩუქრონ მაგალითად გასაბერი ბუშტით და ანდა კოსმეტიკით, რომელიც არ გჭირდება. მე მაჩუქეს ერთ ადგილას პროტეზის გამოსავლების სითხე და ეხლა როგორ არის ძირო ისე ცნობილია რომ დაბადების დღეზე წაუღებ ვიღაც მაგრამ როგორ ვაკადრო ეხლა იმდენს სახში ანუ ბევრი წამალი ვიყიდე და მაჩუქეს ეს რა ქვია ესო შეგხვდათო თქვენ მე-1000 კლიენტი ხართო რა კლიენტი ვარ კაცო აფთიაქი უნდა იყოს საზოგადოებრივ თემზე ორიენტირებული ინსტიტუცია რომელიც ოპტიმალურ დანიშნულების გამოწერაზე არის ესა ჯერტი რა ამბავი აფთიაქებში ამდენი კიდე ჰიგიენური რაღაცები აფთიაქი არის რაღაცა ის აი დასავლეთში აფთიაქები რამდენი გინახავთ ახლა ერთმანეთზე ბიწყობ არა მხოლოდ ჰიგიენური მე შოკოლადით შემიძენია შოკოლადი და ბათუმში ერთი აფთიაქი მე ვფიქრობ ეს ვერა მოვწურავთ ამ თემას ხო ვერა მოვწურავთ ყველაფერი ჩიკობა არ ვარ რა ნამდვილად ეგრეა უნდა იყოს ესა რა ქვია ძალიან დაფიქრებული აი მკურნალობა და ის ხანდაზმული ადამიანებიც როდესაც წაიყვანენ ექიმთან მარტო მოყვანა კი არ არის მომზადებული უნდა მოვიდეს ეხლა შეხედე ხო ეხლა მომლელი პატრონი კაი ცოტა დრო აქვს გავიგეთ ცოტა დრო აქვს მაგრამ
მაგაშია საქმე, რომ ცუნამი ისე უნდა დავალაგოთ, რომ მე თმა შემივერცხლავს ჭაღარა, კი, ისეთ სიმღერაა, მაგრამ უიმედო სიმღერა არა აქვს. არ უნდა მივიდეთ იქამდე, მე მინდა რომ და პირობა მოგცეს, აი ხმაც არა მომიღია, იგი გისმენდით, იმიტომ რომ მეტი მინდა და დრო გქონოდა ბატონ გოგიტას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია, ეხა რაც იყო რჩევებით, აი ხო პატარა რჩევებია ის განათება, ყურის აპარატები, ის მხედველობის ის ფარდაგები და ასე შემდეგ. მოგვეცით პირობა რომ კიდევ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი კონკრეტული რჩევებით. დავანაცოთ შუქით მკურნალობა. კი ბატონო, უძილობის მკურნალობა შუქით. მართლა? ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო. ფოტოთერაპია. ყოველ შემთხვევაში საინტერესო აქცენტები გქონდათ, ეს ვერცხლისფერი ცუნამი ძალიან მომეწონა ეს ტერმინი, ეს რაღაცა ალეგორია, მაგრამ კარგი ალეგორია. ვისურვებდი რომ ოქროსფერი ცუნამიც იყოს, რომ ახალგაზრდების რაოდენობა მოიმატოს, რომ იყოს რაღაცა გარკვეული, მართლაც იმედიანი პროპორცია. ძალიან დიდი მადლობა. არა, მომზადებული შეხვედრა საქართველოს და არ დავაჩაგრინეთ ცუნამს თავს. მადლობა. ეხლა მე უნდა გადავიდე ეს თემას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს ძალიან გესიამოვნებათ და ვიცით არა მარტო ჩვენ, არამედ მთელს ჩვენს მაყურებელს, მოსახლეობას, იმიტომ რომ მრავალწლიანი საინტერესო მოღვაწეობის და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვის მთქმელი ანსამბლი ერისიონი, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით, მას არ ქონდა საკუთარი ბინა. ძალიან გამეხარდა ძალიან დიდი ბედნიერება, როდესაც ასეთი ტრადიციების მქონე კოლექტივს დღეს უკვე აქვს საკუთარი სახლი და სხვათა შორის მედიცინის მუშაკთა სასახლე დაუთმეს მას, გადაეცა მუდმივ მფლობელობაში, რომელიც გარემო და არაჩვეულებრივად მოეწყო ყველა ის ინფრასტრუქტურულად, ყველა ის ოთახი, დარბაზი, რომელიც სჭირდება აი ამ ძალიან დიდ კოლექტივს, იმიტომ რომ ეს არის სიმღერის და ცეკვის ანსამბლი, სხვათა შორის მე აქვე მინდა ამ ანსამბლს მივულოცო, დღეს არის ცეკვის საერთაშორისო დღე და ძალიან დიდი წვლილი აქვს სწორედ ერისიონს ქართული საცეკვაო ფოლკლორის როგორც შენარჩუნების, შემდგომ გამდიდრების და პოპულარიზაციის საქმეში და ეხლა ჩემი კოლეგა გველოდება ქეთი ღამბაშვიძე სწორედ აი ამ სივრციდან ერისიონის განახლებული შენობიდან დღეს ხდება მისი გახსნა თუ არ ვცდები და უფრო ვრცლად და საინტერესოდ სწორედ ქეთი გვესაუბრება, მე დავემშვიდობები ჩემს სტუმრებს და სიამოვნებით ვუთმობ ქეთის ეთერს. შემშვიდობისა ქეთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ხეთაგუროვის ქუჩიდან გერთვებით ამჯერად, სადაც მნიშვნელოვანი პროცესი დასრულდა. ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, დღეს სრულიად განახლებული სახით დაუბრუნდა ქართულ კულტურას. ასე ვიტყოდი და ეს არის სივრცე და ადგილი, სადაც ერისიონის ახალი სიცოცხლე იწყება. დღეს გოგამ აღნიშნა, რომ ცეკვის საერთაშორისო დღეა და ჩემს სტუმრებს მივულოცავ დღევანდელ დღეს ერისიონს და სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და მნიშვნელოვანი დღეა. ჩემთან ერთად არის ბატონი შერმადინ ჭკუასელი, ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონო შერმადინ და მადლობა კიდევ ერთხელ. ბატონი შერმადინ, აუცილებლად უნდა გკითხოთ, რას ნიშნავს დღევანდელი დღე თქვენთვის? პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის, რომ შეწუხდით და დღევანდელი დღე არა მარტო ერისიონისთვის, მე ვიტყოდი რომ ქართული კულტურისთვის ძალიან დიდი დღეა. ნახეთ თქვენ, როგორ შესანიშნავი სივრცეა. მინდა დავიწყო მადლობის სიტყვებით ჩვენ მთავრობის მიმართ, კულტურის სამინისტროს მიმართ, პირადად ქალბატონ თეატრი ლუკიანის, იმიტომ რომ ეს მისი ძალიან დიდი დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ქალბატონი თიკა დღესდღეობით. რომ გვაჩუქეს ესეთი შესანიშნავი შენობა და სივრცე და თქვენ რომ შემობრძანდით, ალბათ ნახეთ იქ რამდენი ფოტოა იმდიდებული ადამიანების, ვინც ამ ანსამბლში მოღვაწეობდნენ და იმ ხალხის ყველას ერთად დიდი სურვილი ასრულდა. რომ ეგისა ერისიონს თავის საკუთარი სივრცე, სადაც მომავალი თაობები გაიზრდებიან და იმ დიდი ხალხის ნამოღვაწარი, ყავსაძეების დიდი ოჯახი, კირილე პაჭკორია თუ ვინ თუ არ მინდა ხა ყველას ჩამოთვალო შეიძლება ვინმე გამომჩეს. აგერ ბატონი იმერი ბრძანდება ყავსაძეების დიდი ოჯახის წარმომადგენელი და ეს უფრო კარგად მოახსენებთ ამაზე.
და მოკლედ არ ვიცი ეს დიდი მართლაც შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა დიდებულმა ხალხურმა შემოქმედება. პირველი, როდესაც აი აქ ფეხი შემოდგით და ნახეთ ეს სივრცე, ყველაფერი თქვენს მოცეკვავეებთან ერთად, რა იყო პირველი ის ფიქრი, რაც თავში მოვიდა? აი, რას გავაკეთებთ ჩვენ აქ? რა დიდი გეგმები აქვს ერისიონს? ეს გამახსენდა ახლა უცბად ფილმი რო არის ჩვენი, არაჩვეულებრივი გამოფენა ხო ზუსტად. აი მე ამისგან გავაკეთებ, რამდენი კარგ რამეს გავაკეთებთ აქ. როცა გაქვს ყველაფრის საშუალება, კომფორტი იმის, რომ გავკაცრავ და გასახდელებიდან დაწყებული ყველანაირად ასეთი შესანიშნავი სივრცე და აქ რომ მსახიობმა ცუდად იმღეროს და იცაკოს, არ ვიცი. მე მგონი არ აქვს უფლება არავის. და დიდ საქმეებს გავაკეთებთ ნამდვილად და ჩვენი შემდგომი თაობებიც მათთვის არის ეს და დარჩება ეს. თაობები, რომლებსაც არაჩვეულებრივი პირობები ელოდებათ, მე ვნახე იქ რა სივრცეებია, თუნდაც იმ პატარა ბავშვებისთვის, ვინც ფეხს აიდგამს ერისიონში აქ მოსული. მადლობა უნდა გითხრათ, რომ დაგვითმეთ დრო და აუცილებლად უნდა გადავინაცვლო ბატონ ივერთან. ბატონო ივერ, მოგესალმებით. თქვენი ემოცია, რა არის თქვენთვის ერისიონი, მოდი ასე ვიტყოდი და დღევანდელი დღე რა არის თქვენთვის? საერთოდ ეს ერისიონი, ეს ანსამბლი ჩვენში არის შესისხორცებული, იმიტომ რომ რაც თავი მახსოვს ბავშვობიდან, ჩემი უბრალოდ მეხსიერებიდან დაწყებული ეს ანსამბლი არსებობდა იმ დროს, როდესაც თითქოს არაფერი არ იყო, იცით, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ომის დროს მამა აქ არ იყო, დედა გზრდიდა და აი დედამ ჩაგვინერგა, რომ ამ ანსამბლმა გააკეთა იმ ხელა საქმე დაწყებული წინა საუკუნიდან და დაწყებული ჯერ კიდე გრიგოლ ღვდელიდან ეს ჩემი დიდი პაპა და იქიდან მოყოლებული კავსაძეები სულ ყოველთვის იყვნენ ჩართული ამ დიდ საქმეში, ამ არაჩვეულებრივი ანსამბლის ჩამოყალიბებაში და ეხლა ანსამბლმა მიიღო ისეთი სახე და ეს კიდევ დამსახურებულად გადაეცა ეს არაჩვეულებრივი შენობა. ანსამბლი არის, ასე ვთქვათ, ჩვენში მე და ჩემ ძმაში შესიხორცებული. იცით, იმდენად ახლობელია, რომ როდესაც ჯერ კიდე ანსამბლის ხელმძღვანელები იყვნენ სხვადასხვა პიროვნებები, იქიდან მოყოლებული სულ ეს ჩვენთან იყო. ეხლა დღეს მაგალითად მე ამ ანსამბლში შემოვიდი და ამ შენობაში რაღაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა. რამოდენიმე ხნის წინ დაახლოებით 3 კვირის წინათ ვიყავი და დაგვათვალიერებია, ბატონი შერმანდინი იყო, ბატონი ვანო იყო და დავათვალიერებით გავგიჟდი, იმიტომ რომ ეს ასეთი პირობები არ აქვს ყველას და ამ პირობებში უნდა გაიზარდოს. მე ვნახე, რომ აქვს სპეციალური ბავშვებისთვის დარბაზი, ბავშვებისთვის სამუშაო სივრცე. ხა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რო ყოფილიყო წინათ აი ესეთი პირობები, როგორი იქნებოდა დღეს, მაგრამ ეს ანსამბლი ახლა იმ დონეზეა, რომ უფლება არ აქვს, რომ დაიციოს, იცით? ძალიან მაღალ დონეზეა ანსამბლი, ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფია და არაჩვეულებრივი მონაწილეები. რო უყურებ ახლა ანსამბლს, როგორ მღერიან, ახლა იყო ერთხელ ვიმღერე მაგათთან, სიამოვნებით ახლა ჩემი სიმღერა და რა არის, მაგრამ აი მივიღე უდიდესი სიამოვნება, რომ ასეთი გარემოცვაში მოვხვდი. ახლა მე მთელი სული დაგულით მინდა მიულოცო ბატონ შერმანდის და რა თქმა უნდა, იქნებოდა კარგი, რომ ყოფილიყვნენ, ჩვენებიც მოსწრებოდნენ ამისან, მაგრამ ეგეთი რამე არ ხდება, რომ ხალხი ამდენი ხანი არ ცხოვრობს. მე მინდა უზარმაზარი დიდი მადლობა მოვახსენო ქალბატონ თეას. მე ჯერ კიდე ახალი დაწყებული იყო ამ ანსამბლზე, ამ შენობაზე ლაპარაკი, რომ ქალბატონ თეასთან მქონდა შეხვედრა და მითხრა, ესეთი შენობა ექნება ანსამბლს. ახლა იცით რა, შენობა წარმომედგინა, რომ რაღაცა შენობა, დარბაზი ეს, აი ესე და მე რო ვნახე უკვე გარემონტებული და გამზადებული, ამან ჩემზე რაღაცა უზარმაზარი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დიდი მადლობა ამიტომ ქალბატონ თეას, კულტურის სამინისტროს და ბატონ შერმადინს, იმიტომ რომ აი ეხლა უნდა
აი ეს რაც არის ეს ანსამბლი, მაგას უფლება არ აქვს, რომ უფრო ცოტა დაბალი დონე. რა თქმა უნდა, აიწია თამასამ ძალიან მაღლად. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ჩვენი პირდაპირ ეთერი ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ და ჩემთვისაც ბედნიერება ხედავდეთ თქვენ აი ასე, ამ ემოციებით, ამ ბედნიერებით. ემოციებში აი ყველა აი იხსჩობი პირდაპირ. ძალიან დიდი მადლობა. ერისიონს ვუსურვებ დიდ წარმატებას და ეს დარბაზი არ არის უბრალოდ მხოლოდ ერისიონის განსაკუთრებული ბაზა. ერისიონი არის საქართველო, მოდით ასე ვიტყოდით და წინ დარწმუნებული ვარ, დიდი გეგმები აქვთ და მე დაგემშვიდობებით გისურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან დღეს. ეს ემოციები ჩვენს გადმოგვიყვება. ძალიან დიდი მადლობა ქეთიდან. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ერისიონს საკუთარი ახალი ბინის, ასე ვთქვათ, მიღებას, შეძენას, დამკვიდრებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც მაყურებელი ძალიან ხშირად ვიქნებით ამ სივრცეში და ვნახავთ იმ საოცარ შემოქმედებას და ხელოვნებას, რომელსაც ეს ანსამბლი მრავალი ათეული წელია უკვე ამზადებს, აკეთებს, წარადგენს არა მარტო ჩვენთან, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთზე გამახსენდა რომ ერთი კარგი ამბავი დაგვრჩა კიდე ჩვენი გადაცემის ბოლოს, მაგრამ ისეთი სუყე და საინტერესო თემა, ძალიან კარგი სტუმრები უნდა წარმოგიდგინოთ. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებმაც წლების წინ და დავკონკრეტდები 2008 წელს, ანუ 18 წლის წინ ძალიან დიდი წარმატება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, ესენი არიან ბზიკები. ახალგაზრდა ადამიანები, დღეს უკვე შემდგარი არტისტები, მე სათითაოდ გაგაცნობთ კიდევ ერთხელ მათ, გიორგი შეოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი, მარიამ კიკუაშვილი, დღემშვიდობის მოგესალმებით და უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებული მადლობა იმიტომ, რომ ხვალ მიემგზავრებით უკვე ვენაში, დღეს საღამოს როგორც აღმოვაჩინე ბოლო რეპეტიცია გაგდა, რომ მოიცალეთ, მოხვედით ჩვენთან და რაღაცა 10-15 წუთს წაგართმევთ, იმიტომ რომ ისე ვერ გაგიშვებთ, რომ აქედან ეს საბოლოოდ არ მივიღოთ თქვენგან ამომწორავი ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა როგორია განწყობა, იმიტომ რომ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა განწყობით მიემგზავრებით ვენაში? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. საკაი ქალაქში მიდიან ჩვენი განწყობა გვაქვს ამაღელვებელი. ძალიან ბედნიერები ვართ, გვიხარია ეს ყველაფერი, რომ რაღაცნაირად ჩვენი ბავშვობის პატარა ოცნება რეალობად იქცა და იყო ეს რა თქმა უნდა, იყო 2008 წლიდან იყო ეს ჩვენი ბავშვობის ოცნება და გვიხარია, რომ გვაქვს შანსი, რომ ამხელა მასშტაბის კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა და წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად. თქვენ მასმერი არ გიმღერიათ, ხო, ეს ერთად ბაც დამთავრდა ბზიკები, შემდგომ ესე ვთქვათ, კოლექტივ, ეს ჯგუფად არ ჩამოყალიბდით, რომლებიც აი ესე დადიხართ, იზრდებით ერთად და მღერით ერთად. ანუ ეს წარმატება მიაღწიეთ და ამის შემდეგ იყო მხოლოდ ჩურჩული, რომ ნეტა დიდების ევროვიზიაზეც ხო არ მოგვიწევს გასვლაო? არა, რა თქმა უნდა, გავაგრძელეთ მუშაობა, ჩაიწერა ძალიან ბევრი სიმღერა, გადავიღეთ კლიპები, გქონდა ძალიან ბევრი კონცერტები. როცა პატარები იყავით. პატარები როცა ვიყავით, მაგრამ რაღაც პერიოდზე მოხდა დაპაუზება. თუმცა, ну, უკვე ხალხის და საზოგადოებრივი მოუწყებლის დახმარებით უკვე ჩვენი ჯგუფი კიდევ ერთხელ თავიდან შეიკრა და რაღაცე მოხდა. რა ემოცია იყო ეს, აი, როდესაც პირველი შემოთავაზება მიიღეთ? მარიამ. ისიც როგორ იყო აქ, როდესაც ჩატარდა 2025-ში ჩვენ საქართველოს მოდესაც უმასპინძლა ევროვიზიის საბავშვო ევროვიზიას. ჩვენ როგორც პირველი გამარჯვებული ჯგუფი მოგვიწვიეს ისევ ახალი სიმღერა შეგვიდგინა გიგა კუხიანიძემ დაგვიწერა We Don't Sleep, რომელმაც ასევე ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა მაყურებლის წინაშე და ის სიყვარული, რომელიც ხალხს გაუჩნდა, რომ ჩვენ უკვე ევროვიზია 2026-ზე წავს ვიყავით, ამან განაპირობა და რა თქმა უნდა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ჩვენი ოცნება რეალობა დახდინა და ჩვენ მივდივართ ევროვიზია 2026-ში. 12 მაისს ისევ მე-6 ნომრად საბავშვოზეც ასევე მე-6 ნომრად ვიყავით და მოხდა ისე რომ წელსაც მე-6 ნომრად წარვადგენთ ჩვენს სიმღერას, ახალ სიმღერას On Replay. ისიც ავტორი გიგა კუხიანიძე. გიგა კუხიანიძე ჩვენი ყველა სიმღერის ავტორი. ჭიერი ყოჩაღი გიგა კუხიანიძე, რომელიც ახერხებს აი ასე წლიდან წლამდე ან ამდენი ფანტაზია საიდან აქვს ამ ადამიანს, რომ ასეთ ფანტასტიკურ სიმღერებს ხმის და გიორგი, On Replay ქვია უკვე სიმღერას, რომელსაც წარადგენთ ევროვიზიის დიდ უზარმაზარ ლამა სცენაზე. როგორ ფიქრობ იქნება ეს სიმღერა წარმატების მომტანი?
ისეთ რა არაერთმა აღნიშნა რომ ბზიკები ასოცირდება წარმატებასთან. ასე რომ ვიმედოვნოთ რომ წარმატება იქნება. რა თქმა უნდა ჩვენი შრომით ის რაც ჩავდეთ ძალისხმევა, ფიქრობ რომ აუცილებლად დაფასდება და ის სიყვარული და ის სათქმელი რაც ჩვენი გულიდან მოდის აუცილებლად მივა ხალხის გულებამდეც და ჩვენი მესიჯი რაც არის ამ სიმღერის ის რომ შევხვდეთ ერთმანეთს, გადავდოთ სოციალური ქსელები დროებით და გავუზიაროთ ეს ყველაფერი ერთმანეთს სიყვარული, სითბო რაც დღეს ნაკლებობა ამის digital სამყაროში დღეს ასე რომ ჩვენ ზუსტად ის ჯგუფი ვართ ვისაც გვინდა ეს და ბავშვობიდან ეს იდეა ფიქსი მოყვება ამ ჯგუფს რომ ხალხთან ძალიან ახლოს ვართ ყოველთვის გვინდა რომ გავცეთ ეს სიყვარული სცენიდან და ყოველთვის ვიღებთ ხოლმე იგივე სცენის თქვენ გადადებული გაქვთ ეს ციფრული ცხოვრება და უფრო ხშირად კომუნიკაცია გაქვთ პირად ურთიერთკონტაქტებში თუ მაინც აქ ახართ თქვენი თაობა ამ ეტაპზე ვიყავ გადადებული გიორგი რა მინდოდა მეკითხა იცით რომ თქვენ ძალიან ისეთი ამ ბზიკების შემდგომ მუსიკალური ცხოვრება წაიყვანეთ უფრო სხვა გზით ხო იფიქრებდით თუ არა ოდესმე რომ კლუბ დაბრუნდებოდით სცენაზე ამ შემთხვევაში ევროვიზიის სცენაზე მე ვიტყოდი რომ სხვა გზით არ წამიყვანია იგივე სფეროში დარჩი ხელოვნებაში კონსერვატორიაში სწავლობ საფორტეპიანოზე და სცენაზე ვდგავარ ბავშვობიდან კონსერვატორიაშიც ყოველკვირა კონცერტები მაქვს არა მღერი სცენაზე ვდგავარ სცენაზე დგომაზე არ ვსაუბრობ უბრალოდ სიმღერაზე მღერი ვარ არ გავჩერებულ ვარ კონსერვატორიაში ჩავაბარე მეორე ფაკულტეტზე ბაკალავრიატზე როგორც ჯაზ ვოკალზე და გავაგრძელე ამ ჩემი სასიმღერო კარიერის განვითარება ცოტა სხვა ჟანრში და შემდეგ უკვე მოხდა ის რომ დავბრუნდი ჯგუფსიკებთან ერთად სცენაზე ვიდეორგოლზეც მინდა რომ შეგეკითხოთ. ვიდეორგოლი ჩაიწერა პირველი არხის პავილიონებში და ტექნიკურ უნივერსიტეტში. აი ამბები მინდა მომიყვეთ. რა ხდებოდა? როგორ მიმდინარეობდა გადაღებები? რა თქმა უნდა დამღლელი იყო, თუმცა რაღაცნაირად ეს სასიამოვნო დაღლა იყო, რა იმდენად გვიყვარს ეს ყველაფერი გარშემო რაც ხდება ზოგადად ევროვიზიის გარშემო. იმდენად ემოციურია ჩვენთვის და ამაღელვებელი, რომ ყველანაირად მაქსიმალური სიამოვნება გვინდოდა რომ მიგვეღო. ყველა მაქსიმალურად ჩართული იყო, მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფი. და რაღაცნაირად ერთიანი მუშაობით ყველაფერი კარგად გამოვიდა. თუმცა რა თქმა უნდა დამღლელი კიდევ ერთხელ აღნიშნავ, დამღლელი იყო, თუმცა მაინც ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. და დავამატებდი იმას, რომ ძალიან დიდი მადლობა გვინდა მოუხადოთ ზაზა ორაშვილს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ შესანიშნავი ატმოსფეროსთვის, რაც მიმდინარეობდა ვიდეო გადაღების დროს. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, მათგან ბევრი რამე ვისწავლეთ და ამ კლიპს ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ევროვიზიის მაყურებლისგან. რა მესიჯი მიგაქვთ საქართველოდან? მესიჯი მიგვაქვს ის, რაზეც ვისაუბრეთ, რაც ჩვენი სიმღერიდან გამომდინარეობს, რომ სიყვარული, სითბო, შეხვედრა ერთმანეთთან და ემოციების გაზიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის გავრცელებული პრობლემა, ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში და ჩვენ ზუსტად ის ჯგუფი ვართ, რომელსაც გვსურს ამ ემოციების გამოხატვა ხალხთან ზუსტად სცენიდან და რის გასაკეთებლადაც მივდივართ ვენაში. სწორედ ეს არის ჩვენი პირველი პრიორიტეტი. დადებითი ემოციებით, დიდი სიყვარულით და მაქსიმალური სითბოს და ენერგიის და მეორეს იმას ვიტყოდი დიდი ბოდიში მიგვაქვს ქართული კულტურა აუცილებლად რომელიც ჩვენ სიმღერაში აღინიშნება ზუსტად ჩანართი ერთი მომენტი სადაც გვაქვს ქართული ფოლკლორი და ვფიქრობ რომ ეს ქართული ნაწილიც მიგვაქვს რასაც მოისმენთ ნახეთ რა შეა საქმე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება თქვენ ცხოვრებაში გარდა იმისა რომ მიდიხართ ევროვიზიაზე ეს თქვენთვის პირადად არის ძალიან დიდი სიხარულის სტიმული მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე რომ ერთხელ უკვე გამარჯვებული ჯგუფი რომელიც აქვს ეს ძალიან დიდი ჯილდო მხრებზე მოკიდებული აი ამ ჯილდო თითოეულ ხელში დაკავებული აი ესე მიდიხართ ამ ევროვიზიაზე და განაცხადი გაქვთ რომ ჩვენ უკვე აქ ვართ გამარჯვებული ეს არის ერთი მხრივ ძალიან დიდი ჯილდო რომელიც მიგაქვთ მაგრამ მეორე ეს არის ძალიან დიდი ემოციური და ფსიქოლოგიური ფაქტორის მატარებელიც, იმიტომ რომ ერთხელ გამარჯვებული, რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისი, რომ კიდე გინდა ეს მიიღო და ეს იგრძნო არის. აი ის ფონი, რომელიც იქ დაგხვდებათ
და რომელიც თქვენ უკვე იცით, ვინ არიან მონაწილეები, ვინ მოდიან, რომელი ქვეყნები, როგორი შემსრულებლები. რამდენად თვლით, რომ აი ამ დიდ კონკურენციაში და აი ამ ფონში, იმიტომ რომ რაოდენობაც უფრო მეტია ქვეყნის, უფრო სხვა ტიპის კონკურსია, მაინც მიუხედავად რომ ერთი და იგივეა, თქვა სახელწოდებით, მაგრამ ის ბავშვის და ეს დიდის, მაგრამ მაინც განსხვავებულია. რამდენად შეიძლება აი ამ ფონში გავარღვიოთ და აი ამ ჩვენი ჯილდოთი კიდევ ესე ვთქვათ, უკან წამოვიღოთ კიდევ უფრო დიდი ჯილდო. და რამდენად მზად ხართ ამისთვის, იმიტომ რომ თქვენ მაინც სხვანაირად შეგხედავენ იქ, იმიტომ რომ ეს აი ამ ჯილდოთი ჩადიხართ. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო სხვა პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა ერთია, ფსიქოლოგიური მზაობაზე მაქვს საუბარი. ყველაფრისთვის მზად ეხლა გადასარევია. უფრო დიდი წნეხია, რა თქმა უნდა, როცა უკვე გამარჯვებული ხარ საფასურებელობაც, რა თქმა უნდა. თქვენ დამოკიდებულებაც სხვანაირია. და იმედ გაცრუება არ უნდა გქონდეთ იმათაც და თქვენს, ამიტომ ძალიან მაგრა უნდა ქნათ ეს ყველაფერი, არა? ნამდვილად. რა თქმა უნდა, კი, იცით რა არის? ფიქრობ, რომ ეს ერთგვარი წნეხია, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი პრივილეგია. იმაზე რომ საუბრობთ გავიმარჯვებთ თუ არა, ფიქრობ, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა გამარჯვების, იმიტომ რომ ყველას მაქსიმალური აქვს ჩადებული ნომერი, ყველას თავისი ხიბლი აქვს იმ ნომერს, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ქვეყანა, ის რაც გავაკეთეთ 2008 წელს, ფიქრობ და წარმატებით გამოვედით, ზუსტად ეს წარმატება იყოს და ვფიქრობ, რომ ბზიკები უკვე განვითარებულები, უფრო დიდური და უფრო ახალი ვერსიით წარდგებიან დიდების ევროვიზიაზე. მომწონს შემართება. თან რა არის, იცით ახლა ეს ისეთი კონკურსია, რომელშიდაც პრინციპში გადაწყვეტილებას იღებს მაყურებელი მსმენელი. დიდი რაოდენობით, ანუ დიდი ნაწილი 50% თუ მეტი არა არის მაინც დამოკიდებული საბოლოო ჯამში იმაზე თუ რამდენი ადამიანს მოუნდება რომ მოქცეს შენ ხმა. აქ ბევრი ფაქტორი მუშაობს, აქ არის რაოდენობა ადამიანებისა, შენი გულშემატკივრის შეიძლება ძალიან მოეწონა, მაგრამ თავისი ქვეყანა ურჩევნია და ის 50 მილიონია, ის მისი ქვეყანა და ბუნებრივია რომ ან მისი მონათესავე ქვეყანა, მეზობელი ქვეყანა, მეგობარი, ან რომელსაც იცნობს. ამიტომ აქ აი ეს ყოველთვის ახლა მე მინდა მაყურებელს აქვე აუხსნა, რომ გამარჯვება, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ღირსეული იმარჯვებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ არის ასე ხოლმე. აქ ყოველთვის ნუ ჩავთვლით იმას, რომ ჩვენი ჯგუფი, რომელიც ადრე გამოდიოდა და ვერ გავიდნენ, თქვათ, ფინალში, მათ ცუდად იმღერეს, ან მსგავსი რამე იყო. არა, რა თქმა უნდა. ეს არის კონკურსი, რომელსაც თავისი ძალიან სერიოზული სპეციფიკა გააჩნია და ერთი დიდი ლატარიის ბილეთია კიდე, რომელსაც როცა ამოიღებ, ან ვერ ამოიღებ, ესეც არის. ჩვენ მთავარია ვიცით ჩვენმა მაყურებელმა და აი ამ ახალგაზრდებმა უდიდესი შრომა ჩაიდო. ეს ევროვიზია, მე ვფიქრობ, რომ მაინც არის დიდი ასპარეზი შენი ქვეყნის დაფიქსირებისა. აქ არა ვარ მე, რა თქმა უნდა, თქვენ კი ხართ ორიენტირებულები და ჩვენ ყველას გვინდა რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც წარდგება, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რამდენად ღირსეულად წარმოვაჩენს ჩვენს ქვეყანას და ეს არის მთავარი ფორუმი, როდესაც მრავალი მილიონი ადამიანი შენს ქვეყანას, შენს კულტურას იცნობს. მე ვფიქრობ, აი ამ ნარატივით უნდა წავიდეთ ყოველთვის ასეთი ტიპის კონკურსებზე, რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი თავის წარმოჩენა კიდევ ერთხელ ასეთ ფორუმებზე. მეთანხმებით ამაში. მეთანხმებით, კი. წინასწარი პროგნოზით რთულია. არა, რა თქმა უნდა. ესე რომ ყველას უნდა გამარჯვება, მარტო ჩვენ არ ვართ მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენს როგორც სხვა კონკურსანტებიც, თუმცა მიზანი ერთი გვაქვს ალბათ ყველას, რომ რაღაცნაირად მივახციოთ უდიდეს წარმატებას, ვასახელოთ ჩვენი საკუთარი ჯგუფი, ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი რაღაცნაირად ხალხისგან ძალიან ბევრი დადებითი კომენტარები მოდის ამასთან დაკავშირებით, აქვს ჩვენი იმედი და ჩვენ ამისთვის მართლა შევეცდებით ყველანაირად რომ ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს თქვენ ძალიან და ზოგადად მიხარია. საკუთარი ეს შინაგანი მე ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივრებს და მაყურებელს, რომ კიდევ უფრო მეტად რაღაცნაირად შევაყვაროთ საკუთარი თავი და შევიყვაროთ ჩვენი სინი. ისე კარგად იცნობთ თქვენ კონკურსანტებს, იმიტომ რომ 35 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს წელს მონაწილეობას, ხო ასეა? საკმაოდ გავეცანით ყველა შემოქმედებას და ვიცით. ძალიან ხო ყველა საუკეთესო მაინც თქვენ მე არ გავცნობია ჯერ და შეგხვდებათ ეს ლატარიის ბილეთი და ჩვენ რას გვირჩევთ გულშემატკივრებს, რომლებიც პირობას გაძლევთ, რომ ხვალიდან განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენ თვითონ ნაბიჯს. უნდა შევიდეთ და მიცეთ ხმა როცა იქნება, ხო? ეს ინფორმაცია ალბათ დაიდება დაახლოებით ერთი კვირის რამოდენიმე დღეში გვეცოდინება დღის განმავლობაში. ჩვენს გულშემატკივარს იმას ვეტყვით, რომ დაგველოდონ 12 მაისს
მეექვსენურად წარსგები, წარადგენთ საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ღირსეულად შევძლოთ და ისევ მოუტანოთ დიდი წარმატება ჩვენს ქვეყანას. ძალიან გველოცნია, ძალიან გვიხარია. ძალიან გვიხარია ჩვენ რა თქმა უნდა, რომ დაბრუნდებით ისევ ამ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს. და კიდევ ერთხელ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რამდენად საინტერესო იყო თქვენი იქ ყოფნა და რამდენად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ყველა შეხვედრა სცენის მიღმა რაც იქ გექნება, ესეც იქნება ძალიან დიდი სკოლა და გამოცდილება ყოველი თქვენგანისთვის. მე მინდა მაყურებელთან ერთად გზა დავულოცო ამ ახალგაზრდებს და უგულვშემატ კიბოთ აუცილებლად 12 მაისს დაიწყება ეს კონკურსი. ჩვენ ყოველთვის ვართ ჩართული ამაში, პირველი არხის მაყურებელი განსაკუთრებით ეს ყველაზე ესეთი დიდი დღესასწაულია ხოლმე ჩვენს არხზე. ამიტომ უყურეთ პირველ არხს 12 მაისამდეც უყურეთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემები და საინტერესო სტუმრები ხვალაც იქნებიან ზეგაც ჩვენს გადაცემაში. დღეს ამით ჩვენ დავასრულებთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას, დაგიტოვებთ ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდების მუსიკალურ კლიპს, რომელსაც დიდი წარმატება აქვს უკვე და დიდი მოწონება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ დაგემშვიდობებით, ჩვენი კოლეგები ხვალ იმუშავებენ თქვენთან ერთად, ჩვენ ზეგშეხვდებით ისევე. ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. Step by